და შეიქმნა ახალი ვირუსი, რომელსაც ეწოდებოდა H1N1. ეხლა რა არის ეს H5N1 თუ H1N1 თუ რასაც ვიძახით? სწორედ ეს H1N1 იყო იმ ჯოჯოხეთის დასაწყისი, რომელიც შემდგომ 1918-1919 წლებში მიმდინარეობდა. ასევე მას ახასიათებს მეორე ძალიან უნიკალური თვისება, რომელიც ფაქტიურად დღეისათვის მხოლოდ ვირუსებში, მხოლოდ ფრინველის გრიპის ვირუსში არის, ამ ატიპის ვირუსებში არის აღწერილი. ეს არის შენ რო იყავი ცოდვილი და ცუდი გოგო ამ ბიჭი, ვარსკვლავებმა დაგსაჯეს და დაგემართა გრიპი. ეს არის დიდი ნახტომი უცაბედი, რომელიც სრულიად ახალ გენეტიკურ ვერსიას გვაძლევს ამ ვირუსს. ეს არის აპოკალიფსის სცენარი. გარეული ფრინველებია ის რეზერვუარი, სადაც ეს ყველაფერი ხდება. ასევე ერთ დღეში მან მოახდინა ჯავახეთიდან გადაფრენა ასტრახანის ვოლგის დელტაში. ჯო ბაიდენმა დახოცა ქათმერდიო. თქვენ რო შეეკითხოთ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამ სფეროში მუშაობს, ყველა გეტყვით, რომ ალბათ ყველაზე მეტად რაც აღელვებთ იქნება სწორედაც ეს ფრინველის გრიპის ვირუსი. 1918 წლის 4 მარტი ამერიკის შეერთებული შტატები, კანზასის შტატი. სამხედრო ბანაკის მზარეული ალბერტ გიჩელი ავად გახდა მაღალი სიცხით, ყელისა და თავის ტკივილი და მიაკითხა სამხედრო ჰოსპიტალს. მას მალევე დაუსვეს გრიპის დიაგნოზი. რაც მაშინ საავადმყოფოებში ხდებოდა პირველად და ხასიათდებოდა ძალიან ბევრი უცნაურობით. რამდენიმე კვირაში საავადმყოფოებს მილიონობით ადამიანმა მიაკითხა. დაიწყო ესპანური გრიპის პანდემია. სახელის მიუხედავად, პანდემია ესპანეთიდან არ დაწყებულა. უბრალოდ იმ ხანებში პირველი მსოფლიო ომის დასასრული პერიოდი იყო. ესპანეთი არ მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში და შესაბამისად უფრო თამამად აშუქებდა ესპანური გრიპის სიახლეებს. ამიტომ ყველანაირი ინფორმაცია რა კი ესპანეთიდან მოდიოდა, ხალხსაც ასოცირება გაუჩნდა ესპანეთთან და ასე შერჩა სახელიც ესპანური გრიპი. ვირუსმა იმ პერიოდისთვის და ზოგადად ისტორიისთვის გამოუგნებელი სისწრაფით უცებ თითქოს მსოფლიო შეაზანზარა, იმიტომ რომ 18 თვეში პლანეტის უდიდესი ნაწილი, ალბათ მინიმუმ 1/3 მაინც დააინფიცირა. თან რაც კიდევ ერთი აღსანიშნავია ის, რომ ეს იყო პირველი გლობალური პანდემია, როცა ინფექცია გავრცელდა ყველა კონტინენტზე და ყველა კუნძულზე, ყველა ქვეყანაში და ფაქტობრივად ყველა დასახლებაში. ასევე ის ძალიან სწრაფად იწვევდა ადამიანების გარდაცვალებად. მაგალითად, ფიჯის კუნძულებზე მან დაახლოებით 16 დღეში მოსახლეობის 14% შეიწირა. ალასკაზე მკვიდრი მოსახლეობის 1/3 იმსხვერპლა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დღემდე არის დავისაგანი, მაგრამ მიახლოებით ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ და ვივარაუდოთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო 50-დან 100 მილიონამდე. ნებისმიერი გამოთვლის შემთხვევაში ეს იყო იმაზე მეტი, ვიდრე პირველ და მეორე მსოფლიო ომში ერთად დაიღუპა. მაგრამ დაახლოებით რომ შევადაროთ ასევე კოვიდის პანდემიის დროს, კოვიდის პანდემიის დროსაც რომ დაახლოებით ისეთივე სიკვდილების მაჩვენებელი ყოფილიყო, არა დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დაიღუპებოდა რამდენიმე კვირაში, რომ დაღუპულიყო 216 მილიონ ადამიანზე მეტი. დაახლოებით წარმოიდგინე სიტუაცია იმ ფონზე, როცა ჯერ არ არსებობს მედიკამენტები, ფაქტობრივად, ანტიბიოტიკიც არ არის აღმოჩენილი და ეს მნიშვნელოვანი იყო გრიპის შემდგომი მეორეული თანდართული გართულებების სამკურნალოდ. რა თქმა უნდა, არ არსებობს ვაქცინები, ის ვაქცინა, რომელიც არსებობს წინანდელი პრაქტიკები ეს ვაქცინა არ იყო, საერთოდ ვირუსებიც არ არის აღმოჩენილი, არ არის განვითარებული სამედიცინო ინფრასტრუქტურა, არ გვაქვს ჰოსპიტლები და ასე შემდეგ. რა არის ახლა აქ აღსანიშნავი, რომ ესპანური გრიპი თავის მსხვერპლს ძალიან სწრაფად კლავდა. ჩვენ ესენი კარგად გვაქვს დოკუმენტირებული, იმიტომ რომ იმ პერიოდისთვის მედია უკვე არსებობდა. მაგალითად, ამერიკულ გაზეთებში იწერებოდნენ, რომ ადამიანები, როცა დილით ავადდებოდნენ, საღამოს ან მეორე დღეს უკვე იღუპებოდნენ. სიმპტომებიც განსხვავებული იყო. ისინი ჟანგბადის უკმარისობით იღუპებოდნენ და ასევე ჰელიოტროპულ ციანოს უწოდებდნენ, ასეთი გართულება ემართებოდათ, როცა ისინი ფერს იცვლიდნენ და აი ამ ფერის ცვლილების მიხედვით მოლურჯო, მოიასამნისფრო ფერი შეიძლება ჰქონოდა კანს და ამ ფერის ცვლილების მიხედვით ექიმები ადგენდნენ ხოლმე რამდენ ხანში დაიღუპებოდა ადამიანი.
ასევე ფილტვებში უჩნდებოდა სისხლჩაქცევები, და ფაქტობრივად საკუთარ სითხეებში შემდგომში ადამიანები იხშოვოდნენ. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ სხვა გრიპებისგან განსხვავებით ის თითქოს ნაკლებად ერჩოდა ტრადიციულ რისკ ჯგუფებს. ესენი იყვნენ ხანდაზმული მოსახლეობა და ბავშვები. ძირითადი მსხვერპლი ესპანური გრიპის იყვნენ განსაკუთრებულად ჯამრთელი ადამიანები, სამხედროები 20-დან 40 წლამდე და საშუალო ასაკი საბოლოო ჯამში შემდგომში დადგინდა, რომ იყო 28-29 წელი გარდაცვლილთა საშუალო ასაკი. ეს კატასტროფა არ იყო შემთხვევითი მოვლენა, ეს იყო ფაქტობრივად გრიპის ვირუსის 1000-წლოვანი ევოლუციის ერთგვარი კულმინაცია, რომელიც საფუძვლებს საუკუნეებით ადრე კაცობრიობის ისტორიის სადღაც გარიჟრაზე იღებდა, იმიტომ რომ სინამდვილეში გრიპის ვირუსი ეს არ არის ადამიანების ვირუსი, ეს არის ფრინველებში მობინადრე ვირუსი, რომელიც ძირითადად გვხვდება გარეულ იხვებსა და გედებში. როგორც წესი, ის მათ არავითარ ზიანს არ აყენებს, მათ იყენებს როგორც მასპინძელ ორგანიზმს იმისთვის, რომ უბრალოდ იცხოვროს. პრობლემა დაახლოებით უნდა დაწყებულიყო, სავარაუდოდ თუ თარიღი არ მეშლება 12000 წლის წინ, როცა ის ადრეული ნეოლითის ხანა დასრულდა და ადამიანებმა შეწყვიტეს მომთაბარეობა, დასახლდნენ ერთ ადგილას, დაიწყეს სოფლის მეურნეობა და დაიწყეს გარეული ფრინველებისა და ცხოველების მოშინაურება. ეს სადღაც უნდა მომხდარიყო დღევანდელი ჩინეთის ტერიტორიაზე. მათ როცა ღორი მოიშინაურეს, აი გრიპისთვის საჩუქარი ეს აღმოჩნდა, იმიტომ რომ ღორის უჯრედები თვითონ ერთგვარი შემრევი ჭურჭელია, იმიტომ რომ ის ძალიან ახლოს არის როგორც ფრინველის, ისე ადამიანის ორგანიზმთან და ღორი აღმოჩნდა ისეთი ორგანიზმი, რომელშიც შეიძლებოდა ფრინველის გრიპი და შემდგომში უკვე ადამიანებისგან სეზონური გრიპის გადასულიყო და მათ ასევე თავისი ღორებში გავრცელებული გრიპის ვირუსიც ჰქონდა. სწორედ აი ამას ეწოდება შემდგომში გენეტიკური რეასორტაცია, არ ვიცი ახლა ქართულად რამე სხვა შესატყვისი ტერმინი თუ გვაქვს, და ასე მივიღეთ ჩვენ ჰიბრიდული ვარიანტები. რაც მოხდა 1918 წელს, სწორედ ეს მოხდა. შეიქმნა გრიპის ახალი ვარიანტი. ყველაფერი დაიწყო სადღაც ერთი ღორის ორგანიზმიდან, როცა სწორედ ეს სამი ვირუსი მოხვდა მის ორგანიზმში, დაიწყო ეს გენების გადაცვლა, დრეიფი და შეიქმნა ახალი ვირუსი, რომელსაც ეწოდებოდა H1N1. და სწორედ ეს H1N1 იყო იმ ჯოჯოხეთის დასაწყისი, რომელიც შემდგომ 1918-1919 წლებში მიმდინარეობდა და საბოლოოდ დასრულდა 1920 წელს. ამით ეს ისტორია წარსულს არ ჩაბარებია, დინამიკა შემდგომშიც გავრცელდა, ვინაიდან ვირუსი მუდმივად ცირკულირებს ფრინველებში. მისი გადასვლა შინაურ ცხოველებზე და შემდგომ ადამიანებზე გადახდომის პოტენციალი დღესაც ისეთივე აქტუალურია, თუ კიდევ უფრო მეტად აქტუალური არა, ვიდრე მაშინ იყო. სწორედ ამიტომ დღეს ჩანსახ დიალოგში ჩვენ ვისაუბრებთ ფრინველის გრიპზე. რა ხდება დღეს, როგორ სწავლობენ მეცნიერები გადამფრენ ფრინველებს, რომ გავიგოთ რეალურად კიდევ არსებობს საფრთხე თუ არა, რომელ ვირუსებს ატარებენ ისინი, რა რისკების წინაშე შეიძლება რომ დღეს ვიდგეთ. ამ თემებზე სასაუბრო დღეს ჩვენ მოვიწვიეთ ადამიანი, რომელიც სამეცნიერო მოღვაწეობას სწორედ ამ მიმართულებებს, ამ საკითხების კვლევას ეძღვნება. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზურაბ ჯავახიშვილი. ძალიან დიდი მადლობა დღეს რომ შემოგვიერთდით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო საკითხზე უნდა ვისაუბროთ. დიდი მადლობა მიწვევისთვის. სანამ ჩვენ თვითონ გრიპზე და აი იმ საკითხებზე გადავალთ, რასაც თქვენ აკეთებთ ყოველდღიურ პრაქტიკაში, მინდა რომ დავიწყოთ, გავაგრძელოთ ჩვენი ციკლი, რომელიც დავიწყეთ ზურაბ გურიელიძის ჩვენთან სტუმრობით. ეს არის ერთიანი ჯანმრთელობის კონცეფცია. ჩვენ მე მანამდე ამ ტერმინს ხმარობდი ხოლმე როგორც ერთი ჯანმრთელობა, მაგრამ სპეციალისტებმა შემისწორეს, მითხრეს, რომ ქართულად ხმარავთო ერთიან ჯანმრთელობასო. ბატონ ზურა, აი რას ნიშნავს ეს ერთიანი ჯანმრთელობა, რატო არის მნიშვნელოვანი და თქვენი წვლილი რა არის, აი რომელ ეტაპზე ხართ მანდ? ალბათ იმით უნდა დავიწყოთ საუბარი, რომ ადამიანების მეცნიერება დაადგინეს შესწავლის შედეგად, რომ ადამიანის ვირუსების და ზოგადად მიკროორგანიზმების რომელიც დაავადებას იწვევენ, მათი 2/3-ზე მეტი არის ცხოველური წარმოშობის, ხო, ცხოველებში წარმოიშვა ის თავიდან და შემდგომ უკვე ადამიანებზე გადმოვიდა. ან ზოონოზურს ასე ვწოდებთ. ზოონოზური, რა თქმა უნდა, ზოონოზური არის ეს დაავადებების დიდი ნაწილი და მათ შორის ესეთი დიდი და მნიშვნელოვანი პანდემიები, რაც კაცობრიობის ისტორიაში, ასე ვთქვათ, დაფიქსირებულა, ან აღუწერიათ, სწორედაც რომ აი ზოონოზურ დაავადებების გამო მოხდა, ხო? და აქედან გამომდინარე, მე-20 საუკუნის ბოლოს უკვე ფაქტიურად დაიწყეს მეორე ნახევარში და ბოლოსკენ უფრო დაიწყეს ფიქრი უკვე იმაზე, რომ სიამდვილეში ეს დამოუკიდებლად განხილვა
ცხოველების, გარეული ცხოველების, შინაური ცხოველების და ადამიანების დაავადებების არის შეცდომა ფაქტიურად და უბრალოდ არაპროდუქტიული, რადგანაც ჩვენ თუ გვინდა რომ ვაკონტროლოთ ესა თუ ის დაავადება ადამიანებში, რომ ადამიანებში არ გამოიწვიოს მან ასე ვთქვათ პანდემიები, ასევე არა მარტო ადამიანებში, არამედ შინაურ ცხოველებშიც, რადგანაც შინაურ ცხოველებში ასეთი პანდემიები არის უზარმაზარი ეკონომიკური ზარალის საფუძველი ხოლმე როგორც წესი. ამიტომ ეს ყველაფერი ერთიანობაში უნდა განვიხილოთ. არ შეიძლება, არ არის ასე ვთქვათ, სწორი რომ განვიხილოთ დამოუკიდებლად ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე უკვე განვითარებულ ქვეყნებში დაიწყეს ამაზე მუშაობა, ასეთი თვალით ყურება, ასე ვთქვათ, ამ სიტუაციის და მანამდე ადამიანები დამოუკიდებლად უყურებდნენ, ასე ვთქვათ, გარეული ცხოველების სპეციალისტები რაღაცამ გარეული ცხოველების დაავადებებს მისდევდნენ, შინაური ვეტერინარები, შინაური ცხოველების ვეტერინარები, შინაური ცხოველების დაავადებებს უყურებდნენ და ადამიანების, რა თქმა უნდა, ადამიანებს. და ესე დაყოფა დღემდე არსებობს, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად მოგვდევს ჯერ კიდევ, თუმცა რა თქმა უნდა, იმისათვის რომ ეფექტურობა იყოს გაზრდილი ჩვენი ამ დაავადებების მართვის, ხო, ზოგადად ამისათვის აუცილებელი არის, რომ ჩვენ შევხედოთ ამ ყველაფერს ერთიან სურათში, ხო, უფრო ფართო სურათში. ადამიანები ისეთივე ცოცხალი ორგანიზმები არიან, როგორც დანარჩენი სხვები. ჩვენი იმუნური სისტემა იქნება თუ უჯრედები თუ ასე შემდეგ, ყველაფერი არის ისეთივე მსგავსი, როგორც არის ნებისმიერი სხვა ძუძუმწოვრის მაგალითად და შესაბამისად ამას ყველაფერს ერთიან სურათში ყურება არის აუცილებელი ამის ხო, ანუ ეს არის კონცეფცია, როგორც გვინდა რომ ვუყურებდეთ აწი ამ საკითხებს, იმიტომ რომ სანამ ყველაფერი არ იქნება კარგად, ვერავინ ვერ იქნება კარგად. დაახლოებით ეგ არის ამ ყველაფრის განმარტება და აი მეწეგან ჩვენი საუბრის დროს რამდენიმე ტერმინი ვახსენე, ხო, ის ანტიგენების დრეიფი, რეასორტაცია და ასე შემდეგ. აი ამ შემთხვევაში, ამ ფრინველის გრიპის შემთხვევაში, აი ეს ყველაფერი რას ნიშნავს? აი რანაირად ხდება ხოლმე? ხო, ესე იგი გრიპის ვირუსზე უნდა ვისაუბროთ ალბათ ცოტა შესავალივით. ხო, ესე იგი ფრინველის გრიპის ვირუსი ან გრიპის ვირუსი ინფლუენზას, რასაც ეძახიან, ხო, სამი ძირითადი ფორმით არსებობს ეს ვირუსი, ეს A, B და C ფორმები არის. B და C ფორმები ადამიანებში გვხვდება ჩვეულებრივად, მაგრამ ისეთი პანდემიური პოტენციალი მას არ გააჩნია, როგორც მეცნიერები ფიქრობენ, სხვა მიზეზების გამო ახლა სიღრმისეულად რა წავიდეთ მაგ საკითხში. ხო, მისი მოლეკულური აღნაგობის გამო, სხვა მიზეზების გამო და მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ფრინველის A ტიპის ვირუსი, იმის გრიპის A ტიპის ვირუსი. ფრინველის იმიტომ ერთნაირად იხმარება ფაქტიურად ეს ისა რა A ტიპის ვირუსი თან ფრინველსაც ავტომატურად მოიცავს ხოლმე, რადგანაც მისი რეზერვუარი არის ფრინველები, ხო? ეს ფრინველების უხეშად რომ თქვა დაავადება არის, ხო? და მათ პოპულაციებში შეიძლება მილიონი წლებიც არსებობდა, არ ვიცით ახლა ზუსტად რამდენი ხანი იყო, რთული არის მაგის შესწავლა, რა თქმა უნდა, მაგრამ ბუნებრივი ასე ვთქვათ ვირუსი არის, რომელიც ფრინველებში გვხვდება. განსაკუთრებით ეს არის წყლის და წყალთან არსებული ფრინველები. ეს განპირობებულია იმით, რომ ამ გრიპის ვირუსი ფრინველებში ვითარდება როგორც ფეკალურ-ორალური გადაცემის ასე ვთქვათ გზით ვითარდებოდა აქამდე ყოველ შემთხვევაში მაღალ პათოგენურამდე და ამიტომ წყალი აუცილებელია ფაქტიურად იმისათვის, რომ ეფექტურად გავრცელდეს ეს ფრინველებში. ამიტომ არიან იხვები გედები. ხო, ამიტომ არიან იხვები და ისეთი წყლის ფრინველები ზოგადად ამ მნიშვნელოვანი აი ამ იმისთვის, რა ქვია, ვირუსისთვის. ეს ვირუსი თვითონ გავლენას ახდენს არა წყლის ფრინველებზეც, ასე ვთქვათ, მაგრამ ამაზე შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ. რაც შეეხება თვითონ ამ ფრინველის გრიპის A ტიპის ვირუსს, ძალიან დიდი მრავალფეროვნება არის ამ ვირუსის და ეს განპირობებულია იმით, რომ ფრინველის გრიპის ვირუსი არის RNM ვირუსი, RNM-ით არის ძირითადი მისი, ასე ვთქვათ, გენეტიკური კოდი, ხო, RNM-ში არის ჩაწერილი და სეგმენტირებული გენომი აქვს, ანუ 8 სეგმენტისაგან შედგება ეს კოდი. თქვენ რაც ახსენეთ, ეს დრიფტი და შიფტი, ასე ვთქვათ, ხო, ეს გენეტიკური და ანტიგენური ხშირად შენაცვლებით, ანუ ერთნაირად იხმარება ხოლმე, ცოტა განსხვავება არის მაგათ შორის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ ამ ჩვენი სიტუაციისთვის ერთად მოვიხსენიოთ. ესე იგი, გენეტიკური დრეიფი ახასიათებს ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, რასაც გამრავლება ახასიათებს და ყველა ცოცხალ ორგანიზმს ახასიათებს გამრავლება. და
ეს ნიშნავს იმას, რომ წერტილოვანი მუტაციები ხდება ყოველთვის იმის, რა ქვია, გამრავლების დროს და ეს წერტილოვანი მუტაციები ამ წერტილოვანი მუტაციების დაგროვება ხდება დროთა განმავლობაში, რაც უფრო მეტჯერ ხდება რეპლიკაციის პროცესი, ანუ გამრავლების, გაყოფის, მით უფრო გროვდება ასეთი მუტაციები. წერტილოვანი მუტაციები ამ შემთხვევაში გულისხმობს რაღაც კონკრეტულ ნუკლეოტიდის ცვლილებას, ხო, გენომში. და ფრინველების შემთხვევაში, ფრინველის გრიპის შემთხვევაში ეს ძალიან ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა ცოცხალი ორგანიზმის შემთხვევაში. ეს ქმნის მრავალფეროვნებას, ერთ-ერთი გზა არის მრავალფეროვნების გადარჩენისთვის და განვითარებისთვის. ხო, ევოლუციისთვის ზოგადად ევოლუცია ამაზე მოქმედებს, ხო, ევოლუცია ამ მრავალფეროვნებაზე მოქმედებს. ეს დაგროვება ნელ-ნელა ხდება, ამ განსხვავებების დაგროვება, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ცილების ცვლილებასაც იწვევს, როგორც ვიცით, ნებისმიერი გენეტიკური ინფორმაცია შემდგომ აკოდირებს რაღაცა ცილებს, ხო, რომელიც არის უკვე რაც გარე სამყაროსთან ურთიერთობს, ასე ვთქვათ, ხო, რითიც ურთიერთობს ცოცხალი ორგანიზმი გარე სამყაროს ცილების მეშვეობით, ხო. ესე იგი, ფრინველის გრიპის ვირუსაც შეეხება გარდა ამ დაგროვებების, ამ წერტილოვანი მუტაციების დაგროვების, ანუ დრეიფისა, გენური დრეიფისა, ასევე მას ახასიათებს მეორე ძალიან უნიკალური თვისება, რომელიც ფაქტიურად დღეისათვის მხოლოდ ვირუსებში, მხოლოდ ფრინველის გრიპის ვირუსში არის, ამ ატიპის ვირუსებში არის აღწერილი. ეს არის, ესე იგი, გენეტიკური შიფტი, რა ვიცი, როგორ შეგვიძლია შიფტს დავარქვათ ქართულად, არ ვიცი, რო არ მოგატყუოთ. მაგრამ მოკლედ რას გულისხმობს, ის შეგვიძლია ავხსნათ, ხო? ეს გულისხმობს იმას, რომ რადგანაც ფრინველების გრიპის გენომი არის სეგმენტირებული, თუ ორი განსხვავებული ვირუსი ერთ და იგივე უჯრედში მოხდა, ანუ ერთ და იგივე ინდივიდი დასნებონდა ორი განსხვავებული ვერსიით ამ ვირუსის, ხო, მათ შეიძლება რომ ეს სეგმენტები ერთმანეთს მიმოუცვალონ, ასე ვთქვათ, და საბოლოო ჯამში ახალად აწყობილი ვირუსი, ასე ვთქვათ, რომელიც უჯრედს დატოვებს, იქნება სრულიად განსხვავებული, ხო? ეს არ არის თანდათანობითი მცირეოდენი, ასე ვთქვათ, განსხვავებების დაგროვება, ხო, ეს არის დიდი ნახტომი უცაბედი, რომელიც სრულიად ახალ გენეტიკურ ვერსიას გვაძლევს ამ ვირუსის და ნუ შესაბამისად ცილების განსხვავებული აეწყობა აქედან გამომდინარე, ხო? ამის გამო არის სწორედაც რომ უზარმაზარი მრავალფეროვნება არის სწორედაც ამ ატიპის ვირუსში და ეს მრავალფეროვნება როგორც წესი აღწერენ ხოლმე აი ეს H5N1, H3N2 და ასე შემდეგ, რასაც ვამბობთ, ხო? ეხლა რა არის ეს H5N1 თუ H1N1 თუ რასაც ვიძახით, ხო? როდესაც უწოდებთ რაღაცა კონკრეტულ, ასე ვთქვათ, ვირუს რაღაცა სახელს, ხო? ეს სახელი გამომდინარეობს მისი იქიდან, რომ ამ სეგმენტებში, მოკლედ რომელიც ჩვენ გვაქვს, ორი კონკრეტული სეგმენტი არსებობს, რომელიც აკოდირებს ასე გარე ცილას, თუ როგორ ვთქვა, ზედაპირულ ცილას. ხო, ზედაპირულ ცილას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისათვის, რომ მასპინძელ ორგანიზმის უჯრედში შევიდეს ეს ვირუსი, იქ შემდგომ უკვე ისაქნას, რა ქვია, გამრავლდეს, რასაც აკეთებს ვირუსი არის, რომ შედის უჯრედში და უჯრედის მექანიზმს, ასე ვთქვათ, მექანიზმს გამოიყენებს იმისათვის, რომ თვითონ გამრავლდეს და შემდგომ უჯრედი კვდება აქედან გამომდინარე ის უჯრედი, მასპინძლის უჯრედი. და მეორე, ეს არის ჰემაგლუტინის, ასე ვთქვათ, ცილა, რომელიც არის გარედან ზედაპირზე ამ ვირუსის. ხო, ეგენი იყო N, ხო? ხო, H, ხო, ჰემაგლუტინი H ამ შემთხვევაში და არის N, ანუ ნეურამიდაზა, რომელიც ასეთი ცილა არის, რომელიც შემდგომ უკვე ეს ვირუსიო გამოვა იმიდან, რა ქვია, უჯრედიდან, ის ნეურამიდაზა აკეთებს იმას, რომ განთავისუფლდეს ამ უჯრედის კედლიდან, ასე ვთქვათ, და ნუ წავიდეს, ასე ვთქვათ, გარემოში, ხო? ეს ორი ცილა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ და აქედან გამომდინარე ამის მიხედვით დაერქვა ეს სახელები, ხო? H ფრინველებში ზოგადად რო ავიღოთ, არის, ესე იგი, ეს H-ის ჰემაგლუტინის არის 19 ვერსია დღეისთვის აღწერილი, მე-19 ვერსია არის, რომელიც ეხლა ძალიან ცოტა ხნის წინ მოხდა ამის აღწერა, ჯერ ბოლომდე კარგად არ არის აღწერილი ესა, ფრინველებში ესა. H17 და 18 არის მხოლოდ ღამურებში, ეს მხოლოდ ღამურებში შენაპოვნი და ასევე ძალიან იშვიათი ვერსია არის და აქედან გამომდინარე არ არის კარგად ესენიც ძალიან შესწავლილი. თუმცა დანარჩენი 16 ისა რა ქვია H და შესაბამისად შემდგომ უკვე 9 N არის ნეურამიდაზის 9 ვერსია, ხო, ესენი გარეულ ფრინველებში ყველა გვხვდება აბსოლუტურად, ხო?
რადგანაც მაგითან გამომდინარე ვიცით, რომ ეს არის რა ქვია, ეს არის სწორედაც ფრინველების დაავადება, ხო? ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამათი კომბინაცია ყველა ფაქტიურად თეორიულად ყოველ შემთხვევაში ყველა შეიძლება არსებობდეს, ხო? გამოდის 160, ხო, 16 და რაღაცა 160-მდე დაახლოებით, ხო? ნუ ახლა ეს 19-ს თუ დაემატა, ხო, ანუ 19, ხო, 19-ს თუ დაემატა, გაიზრდება რა თქმა უნდა ეს რიცხვი, მაგრამ ეს არის ასე ვთქვათ ძალიან დიდი მრავალფეროვნება, ხო? უმეტესობა ვირუსებში ესეთ მრავალფეროვნება არის და მეორეაც ვთქვით ასევე არის ეს ნახტომისებური უცებადი ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ეს რა ქვია გენეტიკური შიფტი, ხო, რასაც ვეძახით, რაც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის ახალი ვერსიების წარმოქმნისთვის, ხო, ამ დაავადების სრულიად ახალი. ხო, ამ ვირუსის სრულიად ახალი ვერსიების წარმოქმნისთვის. ამაზე შეგვიძლია მე ვაქცინაციაზე ვილაპარაკეთ მაგასთან დაკავშირებით. კი ბატონო, და აი ზუსტად ეგ იყო, წეღან რა ისტორიითაც დავიწყეთ, აი ეს H1N1, სწორედ ეგ შედეგი იყო, ეს იყო სრულიად ახალი ვარიანტი, რომელიც მანამდე ცნობილი არ იყო და იმიტომ იყო ასეთი მომაკვდინებელი მაშინდე, იმიტომ გამოიწვია აი მთელი ამბავი, ეს ესპანური გრიპი ცნობილია როგორც აი ყველაზე სისხლიანი პანდემია, ყველაზე მომაკვდინებელი პანდემია, პანდემიების ზედა პანდემია, ასეთი ეპითეტებით მოიხსენიებენ ხოლმე. თან როგორ საინტერესოა ხო ის ამბავიც, რომ თითქმის ერთ საუკუნის წინ იყო ისტორიის სხვა არაფერია, გუშინ წინ იყო ეს. მაგრამ დღესაც მაინც კიდე ბევრი ადამიანი არ ლაპარაკობს და ამას ხშირად ამართლებენ ხოლმე ერთგვარი ფსიქოლოგიური მომენტით, რომ იმხელა სტრესი და ტრავმა მიიღო უცებ. იმიტომ რომ ხა როცა ჩვენ პანდემიებზე ვსაუბრობთ, მაგალითად მე-14 საუკუნეში შავი ჭირის პანდემია წლების განმავლობაში მიდიოდა, ხო ესე იყო ხოლმე, როგორც ეს პანდემიები წლები გრძელდებოდა და როცა ვიცით ის ჩვენ რაღაც თუნდაც მილიონობით ადამიანი რო ეწირებოდა ამ პანდემიებს, ესენი იყო წლებზე გადანაწილებული და აქ რამდენიმე თვეზე ვლაპარაკობთ რეალურად. უზარმაზარი ტრაგედია უცებ დატრიალდა დედამიწაზე. ოღონდ ამან მერე სხვა შედეგების გამოიწვია, კარგით, ცუდი ის იყო, რომ ამას თან დაერთო კიდე სხვა დაავადებების, მაგალითად ქოლერას მორიგი აფეთქება იყო იმ პერიოდში რუსეთში კიდე იმის ტიფოიდური ცხელების აფეთქება დაიწყო და ნუ თითქოს აქამდე თან კიდე პირველი მსოფლიო ომი მიმდინარეობს, ხო? რეალურად ეს პირველი მსოფლიო ომის გამო მოხდა, იმიტომ რომ სამხედროების მასობრივი მიგრაციის შედეგად უფრო უცებ და სწრაფად გავრცელდა. აი შედეგი იყო H1N1. ნუ ჩვენს მსმენელს ალბათ ახლა ეცნობა რა ეს H1N1 და ეს ადამიანები ზოგადად ჩვენ H1N1-ს დღეს ვიცნობთ ღორის გრიპით, რომელიც 2009-ში იყო. ხო, ეგ შეგვიძლია ჩვენ აქ ცოტა გამოვარცოთ, იმიტომ რომ არ წარმოუდგენა შეექმნას ასე ვთქვათ ჩვენ მას მსმენელს, რომ მხოლოდ ეგ ერთი პანდემია გამოიწვია მე-20 საუკუნეში ხო, გრიპმა, ეს იყო ესე იგი აზიური პანდემია 50-იან წლებში, ხო, რომელიც H2N2 იყო. მერე უკვე იყო ესე იგი ჰონკონგის პანდემია 70-იან წლებში, ხო, ეს იყო H3N2, რაც დღესაც არის ეს ვირუსი. 60-იანებში, ხო, რაღაცა მაგ პერიოდში 70-იან წლებში იყო. მერე 2009-ში უკვე ეს ცნობილი, ასე ვთქვათ, ღორის გრიპის პანდემია, რომელიც ესეთი ფართოდ ცნობილი თითქოს არ არის, მაგრამ საკმაოდ ძლიერი პანდემიები იყო სამივე. გარდა იმისი, რა ქვია, ესპანურის, ხო, რომელიც უფრო დიდი იყო შესაბამისად. ეს ყველა პანდემია ცნობილი არის სწორედაც ზუსტად რაც თქვენ ახსენეთ, იმით რომ ეს ან ფრინველებიდან გადმოვიდა პირდაპირ, ან შუალედური მასპინძლიდან, ეს სწორედაც აი ანტიგენური შიფტის შედეგად. ხო, და შუალედური მასპინძლების მას ჭირდება იმისთვის, რომ აი ეცნობა იმ ახალ გენებს და ახალ უნარებს იძენს და შემდგომ ძლებს ხოლმე ამ სახეობრივ ბარიერს და იწყებს ადამიანებზე გავრცელებას და გააჩნია ხოლმე რა ფორმით მოგვევლინება, შეიძლება სერიოზული ტრაგედიები დაატრიალოს. და თქვენ ახლა ამ როცა კვლევებს ეხება ფრინველის ვირუსის ზედამხედველობას აკეთებთ აი ამ გარეულ ფრინველებში, ხო? და როგორ იკვლევთ ხოლმე ეს სად ფუნქციონირებს თქვენი მონიტორინგის ქსელი, როგორ გამოიყურება ეს საერთოდ აი თქვენი ეს პრაქტიკა ამ ყველაფრის ძიებისა და ძებზნის როგორია? ხო, ესე იგი, აქაც პატარა ცოტა შორიდან დავიწყებ. ეს ესე იგი, წეღან ვახსენეთ მრავალფეროვნება, თუმცა ასევე ალბათ კარგი იქნება რომ ვახსენოთ რომ ფორმები ასე ვთქვათ ამ იმისი რა ქვია ფრინველის გრიპის ვირუსის ხო ორ ძირითად ფორმატ რა ხო რა ფორმატ ალბათ ოფენს აი მაღალ პათოგენური დაბალ პათოგენური ფორმა ხო ეს ახლა მახსენეთ და ხო კაიქნება რომ პათოგენურობას განსაზღვრავენ რამდენად ფრინველებში კერძოდ კი ქათმებში იწვევდა სიკვდილიანობას ეს ასე თუ ის ვირუსი
არის ესე იგი დავალპათოგენური ფორმები, რომელიც უმეტესობა არის გრიპის, ხო, რომელიც არ იწვევს სიკვდილიანობას ფრინველებში, მაგრამ არსებობს ისეთი ფორმები, რომლებიც მაღალპათოგენური არის და ესენი იწვევენ სიკვდილიანობას ფრინველებში. დღეს რაც არსებობს, ასე ვთქვათ, დღეს ყველაზე ისეთი საშიში ვერსია ამ ვირუსისაც არის, ხო, იმ პანდემიის, რომელმაც შეიძლება რომ პანდემია გამოიწვევს, ეს არის H5N1, ხო, ეს არის 2, 3, 4, 4B კლადა, ასე ვთქვათ, მაგრამ ეს ცოტა უკან რომ წავიდეთ, ეს დაიწყო 96 წელს დაფიქსირდა პირველად ჩინეთში ეს ამ კლადის საფუძველი იქიდან მოდის, ამ H5N1-ის საფუძველი მოდის იქიდან. ჩინეთში შინაურ ბატში, სხვათა შორის შინაურ ფრინველებში დაფიქსირდა პირველად და შემდგომ უკვე ეს 97-ში უკვე პირველად ადამიანებს დაემართათ ეს გადაედოთ ფრინველებსთან, ფრინველების ფერმებში, ვინც მუშაობდა იმ ხალხს. პირდაპირი კონტაქტით. პირდაპირი კონტაქტით, დიახ. და მაგრამ არ იწვევდა ადამიანი და ადამიანზე აღარ გადადიოდა უკვე ეს ფორმა, ამიტომ პანდემიას არ გამოიწვევდა მაშინ შესაბამისად. მერე უკვე 2000-იანების დასაწყისში ეს უკვე გარეულ ფრინველებში წავიდა, ასე ვთქვათ, და 2005 წელი იყო, როდესაც ამ ვერსიამ დაიწყო გავრცელება უკვე გარეული ფრინველების მეშვეობით მთელს დედამიწაზე. ქართველებმა რო ქათმის გრიპი დავარქვათ. ხო, ქართველებმა ქათმის გრიპი მთელი ამბავი რო ატყდა, გეხსოვებათ 2006-დან ჩვენთან დაიწყეს ამაზე ერთ-ერთი პირველი შეხვედრა მახსოვს საერთაშორისო შეხვედრა იყო, რომელიც თბილისში გაიმართა ამასთან დაკავშირებით 2006 წელს იყო ზუსტად ეს. და ასე ვთქვათ, ეს პანდემია, ეს 2005 წლიდან მოყოლებული ეს ვირუსი დაფიქსირდა ყველა კონტინენტზე, სადაც გარეული ფრინველები არიან და ნუ ყველგან არიან ეს გარეული ფრინველები. მათ შორის ანტარქტიდაზე არ იყო აქამდე დაფიქსირებული და ამ რამოდენიმე წლის განმავლობაში, ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ანტარქტიდაზეც არის ეს ვირუსი უკვე. ჩვენი კოლეგები სწავლობენ სწორედაც იქ და ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვია, ხო? ჩვენ შესაბამისად ამიტომაც დაიწყო სწორედაც ის, როდესაც გახდა ცნობილი, რომ გარეული ფრინველები არის მნიშვნელოვანი ამის გავრცელებისთვის, სწორედ მაშინ დაიწყო უკვე საზოგადოებამ მსოფლიოში ყურება უფრო ფართოდ ამის, ხო, იმიტომ რომ გარეული ფრინველები მიგრირებენ, დაახლოებით 20%-მდე მთელი გარეული ფრინველების დედამიწაზე არის 10,000 სახეობა დაახლოებით არის მიგრანტი. და მათ შეუძლიათ რომ ეს დაავადება გაავრცელონ, თვითონ ვირუსი არ ვრცელდება, მოგეხსენებათ ესე დიდ მანძილებზე, ხო? ამას სჭირდება ფრინველები, ხო? და შესაბამისად კავკასია და კერძოდ საქართველო არის მნიშვნელოვანი ადგილი გადაფრენებისთვის, რადგანაც ჩვენთან მრავალი განსხვავებული მობუდარი პოპულაციიდან იკრიბებიან ფრინველები გამოსაზამთრებლად და მიგრაციების პერიოდში. სწორედაც ეს იწვევს იმას, რომ ერთ-ერთი გზაჯვარედინია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი არის ზოგადად მიგრანტი ფრინველებისთვის და მოზამთრე ფრინველებისთვის და კერძოდ რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ შემთხვევაში, ხო, წყალმცურავი ფრინველებისთვის, ხო, რაც წყლის ფრინველებისთვის, რომლებიც არიან ძირითადი რეზერვუარი ამის. ამიტომ დაიწყეს შესწავლა, ჩვენთან გაჩნდა ინტერესი იმისი, რომ შეესწავლოთ, ეს საერთაშორისო ინტერესი იყო, მოგეხსენებათ, და რა თქმა უნდა, თქვენ რომ მიდიხართ რომელიმე სადმე, ასე ვთქვათ, და იწყებთ ამ გინდათ რომ შეისწავლოთ გარეულ ფრინველებში, ხო, პირველ რიგში ეძებთ ხალხს, ვინც ფრინველებზე მუშაობენ, ფრინველის ეკოლოგები არიან, ფრინველებზე მუშაობენ, რადგანაც გარეული ფრინველები უნდა დაიჭიროთ ბევრი თქვენ და გასინჯოთ ეს გარეული ფრინველები. სწორედაც ესეთი დასაწყისი იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის და ერასმუსის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ასე ვთქვათ, ჯგუფი, რომელიც ჩამოვიდა ჩვენთან და დაიწყეს ამაზე მუშაობა, ჩვენ სწორედაც პირველად დავიწყეთ ამაზე მუშაობა 2009 წელს. 2009 წლიდან მოყოლებული უწყვეტად გვაქვს ჩვენ ეს კვლევა, უწყვეტად ვატარებთ ამ კვლევას და ესე იგი დაახლოებით, რო გითხრათ, 60,000-მდე ფრინველი ყავს გასინჯული დღეისთვის, ასე ვთქვათ, და კიდევ გრძელდება ამის გაკეთება. ეს ეხება მარტო გარეულ ფრინველებს, ხო? გარეულ წყალმცურავ ფრინველებს ეხება ეს ყველაფერი. რადგან ნუ ჩვენი ინტერესიც და ისიც არის ეკოლოგია ამების, რა ქვია, ვირუსის და ევოლუცია და გარეული ფრინველებია ის რეზერვუარი, სადაც ეს ყველაფერი ხდება. როგორც უკვე ვთქვი, ეს მნიშვნელოვანი ადგილია გადაფრენებისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეს განვითარებულ ქვეყნებში აღელვებთ ეს საკითხი ძირითადად ხოლმე, როგორც მოგეხსენებათ. და ჩვენი კვლევების დასაწყისში ერთ-ერთი პირველი ზუსტად თუ მახსოვს მეორე პუბლიკაცია იყო, რაც გამოაქვეყნეთ, მეორე სტატია იყო, სადაც გავაანალიზეთ ეს ასე ვთქვათ, როგორ ხდება დედამიწაზე, როგორ ხდება ასე ვთქვათ, ამ გრიპის შესწავლა, ხო? ჯგუფი, საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდით ამაზე.
და აღმოჩნდა, რომ არის ადგილები, სადაც ხდება მის, რა ქვია, გრიპის შესწავლა გარეულ ფრინველებში, ეს ძირითადად ევროპაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ამერიკაში. მაგრამ დანარჩენ ადგილებში ფაქტიურად თეთრი ლაქა არის, ხო? და განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ეს გარეული ფრინველები დაფრინავენ, სადაც არის საშუალება იმისი, რომ განსხვავებული ადგილებიდან მოვიდნენ და მოიტანონ განსხვავებული ვერსიები ამ გრიპისა ფრინველებმა და სწორედაც ეს ანტიგენური შიფტი რო ვახსენეთ, ხო? ეს სწორედაც აქ მოხდეს ამ ტერიტორიაზე, ჩვენ ტერიტორიაზე, ხო? იმის გამო რომ მანამდე, რეალურად ამ ხელა ტერიტორიები იყო შესწავლის გარეშე. იქ არ ვიცოდით რა ვარიანტები ცირკულირებს და საერთოდ არსებობს თუ არა. კი, წარმოიდგინეთ, ეს ხდება 2009 წელს თუ შემდგომ 2009 პერიოდში. წლიდან იწყება ეს ყველაფერი, ეს პროფესორი ნიკოლა ლუისი იყო კემბრიჯის უნივერსიტეტიდან და რონ ფუშერის ჯგუფი, რომელიც ასევე ჰოლანდიიდან, რომელმაც ჩვენთან ერთად დავიწყეთ ფაქტიურად ერთად ამის ყველაფრის კეთება. ხო, და ეს თეთრი ლაქა ფაქტიურად, რომელიც იყო დასავლეთ ევროპასა და იმას შორის, რა ქვია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას შორის, არსებობდა შეუსწავლელი თეთრი ლაქა ფაქტიურად, რომელიც დროთა განმავლობაში დაიწყეს ამაზე მუშაობა, რა თქმა უნდა, ხალხმა და ჩვენთანაც ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. ეხლა, როდესაც ვცდილობთ, რომ ეს გრიპი შეისწავლოთ, თავისთავად ცხადია, რადგან წყალმცურავ ფრინველებთან არის დაკავშირებული, ვარჩევთ ისეთ ადგილებს, სადაც ეს ფრინველები არიან, ხო? სადაც არ არიან. ამიტომ მაგიტო არის კოლხეთის დაბლობი და სამცხე-ჯავახეთი. კი ბატონო. სწორედაც მაგიტომ შეირჩა ჯავახეთის ზეგანი, იქ არის ჩვენი ყველაზე დიდი ტბები, ასე ვთქვათ, საქართველოსთვის და ჭარბტენიანი ტერიტორიები, სადაც მრავალი ფრინველი ბუდობს და ასევე მიგრირებს აქ მრავალი ფრინველი. მოგეხსენებათ, მაღლა მდებარეობს ზღვის დონიდან ეს ადგილი და ზამთარი ფაქტიურად იყინება ყველა ტბა იქ და ძალიან ცოტა ფრინველი რჩება იქ, ხო? მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ მრავალფეროვანი ეს საქართველოს ტერიტორია ბუნებრივი ლანდშაფტებითაც და შავი ზღვის სანაპიროს ისინი, რა ქვია, ჭარბტენიანი ტერიტორიები წარმოადგენს ასევე მსოფლიო მნიშვნელობის გამოსაზამთრებელ ტერიტორიას ამ ფრინველებისთვის და სწორედაც ამიტომ ეს ორი ძირითადი ადგილი არის, სადაც შევისწავლით, ხო? გარდა ამისა, ვცდილობთ ასევე შევისწავლოთ ისეთ ადგილებში, სადაც ხდება ასევე დაგროვება, აღმოსავლეთ საქართველოში არის რამოდენიმე ტბა, ესეთი, სადაც ხდება ფრინველების დაგროვება მიგრაციების დროს და ასევე არის ჭოროხის დელტა, მდინარე ჭოროხის დელტა ბათუმთან არის, ეს მოგეხსენებათ, სადაც ასევე ვაკეთებთ, ასე ვთქვათ, ვცდილობთ, რომ შევისწავლოთ გარეულ ფრინველებში ეს, რა ქვია, ვირუსი. გარდა იმისა, რომ ვირუსს შევისწავლით, ასევე შევისწავლით, სად მიფრინავენ და სად მოფრინავენ ეს ფრინველები, საიდან მოდიან, სად მიდიან. ხო, სად მიდიან? ხო, რომ იმისთვის რომ გედი დაფრინავს, ან იხვი. კი ბატონო. მე სად მიდის? ამისათვის სწორედაც შესწავლის მეთოდებში, ჩვენი შესწავლის მეთოდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის სატელიტური მონიშნვა ამ ფრინველების. ჩვენ ყავს 70-მდე, უბრალოდ ყავდა 70-მდე იხვი, რომელსაც ჰქონდა სატელიტური გადამცემი დამაგრებული და მათი გადაადგილება შეგვეძლო გვენახა ჩვენ, ასევე თოლიები, 40-მდე თოლია, რომელიც ასევე დანიშნული ყავს სატელიტური გადამცემით და ასევე ათასობით იხვი, რომელიც დარგოლილი არის უნიკალური ნომრიანი რგოლით, ხო, რომლიდანაც ასევე მოგდის ინფორმაცია იმაზე, თუ სად მიფრინავენ და როგორ მიფრინავენ ეს ფრინველები, ხო, როგორ მიგრირებენ. და ასევე გარდა ამისა, როგორ იყენებენ იმ ტერიტორიას, სადაც ისინი ჩერდებიან გადაფრენების დროს, ან ზამთრობენ, ხო? ესეც მნიშვნელოვანი. ხო, დაახლოებით თუ წარმოვიდგინოთ, ახლა აი საქართველოში მოფრინო ფრინველი, სამცხე-ჯავახეთში თქვენ დაიჭირეთ, სატელიტი გაუკეთეთ, აი მეორე დღე სად არის ეს? ხო, აი მაგალითად როგორ ხდება ხოლმე? ხო, ერთი ესეთი ფრინველის პატარა უცებ შემიძლია მოგიყვეთ ისტორია, რადგან ესეთი ცოტა ექსტრემალური ფრინველი იყო ესა. ეს არის, ესე ვთქვათ, სტვენია იხვი, ესე ქვია, ყველაზე პატარა ზომის იხვი არის, მტრედის ხელაა თითქმის, ხო? პატარა იხვია ძალიან, მაგრამ ძალიან ფრენა ძალიან უყვარს მოკლედ ამ იხოს რა. ხო და ეს ფრინველი დავიჭირეთ ჯავახეთში ჩვენ, დავადით გადამცემი სატელიტური და უყურებდით შეგვეძლო გვენახა, თითქმის ლაივში სად იყო ეს ფრინველი რა. გაიყინა ტბები და ფრინველი ფაქტიურად იქ არის ისევ და გვეგონა ალბათ მოკვდა და წავიდეთ უნდა და ავიღოთ ეს ისა რა ქვია გადამცემი, ხო, ვიპოვოთ ეს ფრინველი, გადამცემი მოხსნა და სხვას დავადოთ. საკმაოდ ძვირია ეს გადამცემები და აქედან გამომდინარე. და მეორე დილით რომ გავემზადეთ, რომ წავსულიყავით, ეს გავხსენით ჩვენ ისა რა ქვია ეს რუკა, სადაც ვნახულობთ ხოლმე ამას და აღმოჩნდა, რომ ეს ფრინველი არის უკვე იმაში დამასკოსთან, სირიაში,
ხო. ამიტომ რამდენად შეუძლიათ ასე ვთქვათ ფრენა მოგეხსენებათ, ეს არის კარგი მანიშნებელი. იგივე ფრინველი უკან მიგრაციაზე ისევ ჯავახეთშიო დაბრუნდა გაზაფხულზე, ისევ ტბებზე დაბრუნდა სადაც იყო და შემდგომ ასევე ერთ დღეში მან მოახდინა ჯავახეთიდან გადაფრენა ასტრახანის ვოლგის დელტაში კასპიის ზღვაზე, ხო? ანუ უზარმაზარი გადაფრენები შეუძლიათ რომ ფრინველებს აკეთონ. ხო, ასეულობით კილომეტრის გაფრენა მათთვის არაფერს თავზე ხელაღებული იყო. ხო, ეს თავზე ხელაღებული ეს იხვი წავიდა სხვათა შორის და დასავლეთ ცენტრალური ციმბირის დაბლობზე იბუდა, სადღაც მისი რა ქვია, ურალის მთების აღმოსავლეთით, ხო, საკმაოდ აღმოსავლეთ მიმართულებით. ეხლა რა მაინტერესებს, რომ აი გავიგეთ კი ბატონო, დაიჭირეთ ეს ფრინველები, ეხლა თვითონ ეს ვარიანტების, შტამების შესწავლა, როგორ ხდება ხოლმე, რა გამოწვევებია ესეთ, როგორ აკეთებთ იმას, ხა ეს RNA-მი ხო ძალიან მყიფე მოლეკულაა, ხო? და მაგას ტრანსპორტირება დაჭირდება, გადმოტანა დაჭირდება. აი აქრეს ახლა თქვენ სადღაც მთაში რო ხართ და ტბაზე რო ხართ და ელექტროენერგიის პრობლემა რო შეიძლება იყოს, აი ამას როგორ ახერხებთ ხოლმე? აქ გვეხმარება ერთი ძალიან კარგი ამბავი, თუ ცუდი ამბავი არ ვიცი, მოკლედ როგორ არის ეგ ამბავი. ხო, გვიადვილებს საქმეს ის, რომ საქართველოს საკმაოდ პატარა არის ზომაში და აქედან გამომდინარე ძალიან ჩქარა შეგვიძლია ეს ნიმუშები ჩვენ ლაბორატორიაში ჩამოვიტანოთ და უკვე -80-იან მაცივარში სპეციალურ მაცივებში შევინახოთ. ამ ცივ ჯაჭვს რასაც ეძახიან, ხო, ეს შესაძლებელია დაიცვათ 4 გრადუსზე არის შესაძლებელია შეინახოთ ეს ვირუსი 3 დღის განმავლობაში და ჩვენ ისეთ ადგილას ვერცად ვერ წავალთ ახლა საქართველოში 3 დღეში ვერ მოხერხოთ დაბრუნება იმაში რა ქვია თბილისში, ხო? და ესეთი ყველა მუნიციპალიტეტშია, ხო? თუ არ არის ყველგან. აი ეს რაღაცა ობიექტები, სადაც შეიძლება რომ მაგალითად მაცივრები იყოს. ხო, ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენი ლაბორატორია ის ილიას უნივერსიტეტში და ამიტომ ადვილი არის ჩვენთვის ილიას უნივერსიტეტი არის ცენტრი, ასე ვთქვათ, სადაც მოგვაქვს ეს ყველაფერი. დასავლეთ საქართველოში ილიას უნივერსიტეტს ასევე გააჩნია კვლევის ცენტრი, ხო, შავი ზღვის კვლევის ცენტრი არსებობს ფოთთან დაახლოებით. ისე რომ ეს ორი ადგილი თავისუფლად ფარავს, ასე ვთქვათ, მთელ საქართველოს 3 დღე არ საიდან არ გინდათ ახლა რო იქ ჩახვიდეთ. ამიტომ ცივი ჯაჭვი საკმაოდ კარგად გვაქვს აწყობილი, განსხვავებით ისეთი ქვეყნებისა, რომელიც ძალიან დიდებია და იქ უბრალოდ დიდ მანძილების დაფარვა არის საშინელება, ხო? ყაზახეთში მაგალითად რო წახვიდეთ თქვენ, რა ვიცი, 3 დღე შეიძლება ვერსად ვერ მიხვიდეთ, ხო? ხო. ამიტომ ხო, ეს ჩვენთვის კარგი არის, ეს ცივი ჯაჭვი ძალიან კარგად გვაქვს აწყობილი, ასე ვთქვათ და ჩამოვიტანეთ, დავუშვათ ახლა, მივიტანეთ რომელიმე ლაბორატორიაში. ხო, აი მე უკვე საერთაშორისო სისტემებში, ბაზებში როგორ ხდება ეს? ხო, ესე იგი თანამშრომლობითი ქსელი მე როგორ არის აწყობილი? ხო, ესე იგი პირველი რაც ხდება ამ სინჯებს რაც ემართებათ, ასე ვთქვათ, შემდგომ უკვე არის პროცედურა ესეთი არის, რომ ხდება მისი მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდებით ტესტირება და დადგენა რომელ სინჯში არის ვირუსი, ხო? შემდგომ უკვე რასაც ჩვენ ეხლა ამ ეტაპზე რასაც ვაკეთებთ, არის სრული გენომის სეკვენირება ხდება უკვე აქედან და ხდება უკვე ამ სრული გენომით თქვენ უკვე შეგიძლიათ იცოდეთ ზუსტად რა ვირუსთანა გაქვთ საქმე, ხო? იყო დრო, როდესაც ჩვენ დავიწყეთ განსაკუთრებით ეს ყველაფერი, იყო დრო, როდესაც ეს ასე რა ქვია, ამ ყველაფერს ჭირდებოდა ვირუსის გაზრდა კვერცხში, ხო, რაც ჩვენ არ გვქონდა საქართველოში არც არავის არ აქვს ამისი შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, ხო, ტექნიკურად თუ ლაბორატორიიდან გამომდინარე, კვერცხში უნდა გაგეზარდათ იმისათვის, რომ იქიდან მე ამოგიღოთ ეს ვირუსი და გაგემრავლებინათ, ასე ვთქვათ, ბევრი ყოფილიყო, რომ მე გენეტიკური ისა რა ქვია, გენეტიკური გენეტიკა გაიკეთებინათ, ხო, მისი სრული გენომი გაიკეთებინათ. ამას მაშინ ვაკეთებდით ხოლმე ისე, რომ გზავნიდით ამ იმას რა ქვია, სინჯებს ჩვენ კერძოდ ჰოლანდიაში, ერასმუსის სამედიცინო ცენტრში, მაგრამ რაც ეს სრული გენომის სეკვენირება განვითარდა ძალიან და ისა რა ქვია, ილიას უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ორგანიზაცია ამ მიმართულებით საქართველოში ყველა ვარიანტში და რეგიონშიც. მათ შორის, ხო, ჩვენ ახლა შეგვიძლია ეს ყველაფერი გავაკეთოთ უკვე ადგილზე. ანუ აღარ არის საჭირო არავითარი კვერცხი და არაფერი, შემიძლია უბრალოდ ავიღო ეს
ნიმუში და ნიმუშის სრული გენომი გავაკეთე, ხო? მე ეს ბაზები უკვე ყველასთვის ხილვადია. ხო, ეს როგორც მოგეხსენებათ ეს სპეციალისტების. ხო, ეს შესწავლა არ არსებობს რაღაცა ქართული შესწავლა ამისი, ხო? იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, აგერ ერთი კონკრეტული იხვის მაგალითზე ის იხვი შეიძლება ერთ დღეს აქ იყოს, მეორე საერთოდ სხვაგან, სხვა ქვეყანაში და ასობით და ათასობით კილომეტრის მოშორებით გაფრინდეს, ხო? ამიტომ საერთაშორისო თანამშრომლობის იმაში რა ქვია, ეგიდით ხდება ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ. კი ბატონო, ესე იგი ჩვენ წეგა საუბრობდით ვახსენეთ ეს მაღალპათოგენური და დაბალპათოგენური ვირუსები და აი მანდ კიდე ერთხელ რომ გავმარტოთ, რომ ეს საუბარი არის სხვა ფრინველებზე, ხო? არა, იგივე ეს იხვი ახლა რომელსაც აქვს, ის არის მატარებელი, ეს მისთვის შეიძლება სასიკვდილო არ იყოს, ხო? უბრალოდ ის ფრინველი თუ სხვა ფრინველებსაც აავადებს, მაგ შემთხვევაში რომ მაღალი აქვს სიკვდილობის მაჩვენებელი, მაგას ვუწოდებთ მაღალ პათოგენურს. ხო? და იგივე ეს H5N1 ჩვენ ახლა რამდენჯერმე ვახსენეთ უკვე და ეს მაგას რაც მე მგონი 90%-იანი სიკვდილობის მაჩვენებელი აქვს ფრინველებში და კი, შინაურ ფრინველებში 100%-იც. ხო, და ნუ მაგიტო არის და ახლა რატო ვსაუბრობ ჩვენ ამაზე როგორც სერიოზულ საფრთხესა და გამოწვევაზე, იმიტომ რომ როგორც წესი ასეთი ტიპის ინფექციური დაავადებების სიკვდილობის მაჩვენებელი რაღაცა 1-0 მთელი რაღაც, ნუ ესეთ ფარგლებშია ხოლმე და აი ამ ვარიანტს ადამიანებში ამ ეტაპზე რა შემთხვევებიც ქონია 40 და 60%-მდე აქვს, ხო? ნუ ეს არის კატასტროფა, ეს არის აპოკალიფსის სცენარი და გასაგებია ის თუ კი მოახერხებს, იმედი ეს არ მოხდება არასოდეს, მაგრამ თუ კი მოახერხებს ესეთი უნარების შეძენას, რომ ადამიანებზე გავრცელება დაიწყოს, ის დაიკლებს. სიკვდილობის მაჩვენებელი ესეთი მომაკვდინებელი წესით არ უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ კი დახოცავს ყველა თავის მასპინძელ ორგანიზმს, მე თვითონაც ვეღარ კვდება, ამიტომ სლათეგრი არ მუშაობს ხოლმე, რომ რა მაჩვენებელის თავიდან არის, ისევე მიყვებოდეს, მაგრამ ნუ საფრთხე არის ძალიან რეალური ამ H5N1-თან დაკავშირებით. და აი თქვენი როლი ახლა ამ შემთხვევაში, იგივე ეს H5N1 დღეს ყველამ ვიცით, რომ ეს არის სერიოზული საფრთხე. აი თქვენი როლი რა არის? აი თქვენი საქმე რითი ეხმარება დღეს სამყაროს, რომ საფრთხე ავირიდოთ თავიდან და რაღაცა პრევენციის მექანიზმები შევიმუშაოთ. კი ბატონო, ესე იგი, ზოგადად ამ ვირუსული დაავადებების ზოგადად ყველაზე ეფექტური პრევენციის იქნება თუ დაცვის, ასე ვთქვათ, გზა არის, რა თქმა უნდა, ვაქცინა. მეტი კაცობრიობა ჯერ არაფერი არ მოუგონია ამაზე უკეთესი, ხო? და ვაქცინა საერთოდ არის დიზაინირებული იმის მიხედვით, რომ რაღაც კონკრეტულ უბნებზე იმოქმედოს, ხო, იმისი, რა ქვია, როგორც ჩვენი იმუნიტეტის, ასევე თვითონ ვირუსის, ხო? და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის თუ როგორი არის ეს ვირუსი, ხო? თუ ვირუსი შეიცვალა რაღაც დონეზე, ხო, მას ვაქცინის მიერ გამოწვეული ადამიანის იმუნიტეტი უკვე ვეღარ ხედავს, უხეშად რო ვთქვა და როგორც იძახიან ესე ჟარგონულად გაურბის იმუნიტეტს, ხო, უკვე და შესაბამისად შეუძლია რომ დააინფიციროს. როდესაც ხდება გენეტიკური დრეიფი და ესე იცვლება ეს ვირუსი, ეს არის არ არის რთული, რომ რაღაცა პერიოდულობით თქვენ განაახლოთ ეს ვაქცინა და ეს ვაქცინა გამოიწვიოს ის, რომ ეს ვაქცინა იყოს ეფექტური, ხო? დღეს არსებული მაგალითად ვაქცინა, რაც არსებობს, გრიპის ვაქცინები, საკმაოდ ეფექტური ვაქცინა არის ესა. სეზონური გრიპისთვის არის ეს გათვლილი, ხო, რომელიც დღეისათვის არის H1N1 და H3N2 და ნუ B ტიპის ვიქტორია და იამაგატა. როგორც წესი B ტიპსაც მოიცავს ხოლმე ეს ვაქცინა და დრეიფის შემთხვევაში არაფერი ყოველწლიურად იკრიბება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან არსებული ეს რა ქვია რაღაცა სპეციალური ის არის საბჭო ხო თუ რაღაცა კომისია რომელიც გაინხილავს იმ წელს მოცირკულირე ვირუსები რა არის და იმის მიხედვით გასცემს რეკომენდაციას თუ როგორი უნდა იყოს რომელი ვაქცინა იქნეს გამოყენებული რომელი ვარიანტები საწინააღმდეგოდ მიმართო. ეს არის, როდესაც გენეტიკური დრეიფია, ამას ჩვენ გვაგვაჩნია ასე ვთქვათ ეს ვაქცინები და ეს ვაქცინა შესაძლებელია დროთა განმავლობაში ცოტა შეიცვალოს ისე რომ არის ის იყოს მოკლედ ვერ გაექცეს მოკლედ ამ იმუნიტეტს ეს ვირუსი, ხო? ეს უკვე საკმაოდ კარგად არის. თუმცა აქ შიფტს ვერაფერს ვერ უშვებით, ხო, გენეტიკურ შიფტს, იმიტომ იმდენად მკვეთრი ცვლილება ხდება და იმდენად წინასწარ გაუთვლელი თუ თქვენ არიცით რა მრავალფეროვნება არის, აი ამ გენეტიკური მრავალფეროვნება არის, ანუ თეორიულად არიცით რა შეიძლება შეიცვალოს, ხო? აი სწორედ აქ შემოდის ეს ჩვენი საქმე, ასე ვთქვათ, ხო? ეს არის ის, რომ
ჩვენ მაქსიმალურად გქონდეს ინფორმაცია არსებული მრავალფეროვნების შესახებ, გენეტიკური მრავალფეროვნების თუ ანტიგენური მრავალფეროვნების შესახებ, ვირუსების იმისათვის, რომ მომზადებულნი ვიყოთ აი ამ იმისთვის, რა ქვია, შესაძლო თეორიული პანდემიისთვის, ხო? სწორედაც ეს არის, რატომაც შეისწავლიან როგორც მაღალპათოგენურ, ასევე დაბალპათოგენურ ვირუსებსაც, იმიტომ რომ აი ეს ცვლილება შეიძლება დაბალპათოგენური ვირუსების სეგმენტმა გამოიწვიოს სწორედაც, ხო, ამ განსხვავება, ხო, ამ ვირუსის. აქედან გამომდინარე არის სწორედაც ეს რომ მიხვდნენ ამას რომ მიხვდნენ ადამიანები, სწორედ ამის მერე დაიწყეს უფრო მეტად მცდელობები იმისი, რომ მაქსიმალურად შესწავლილი იყოს მთელი მრავალფეროვნება, რაც კი არსებობს და საით მიდის, როგორ მიდის ევოლუცია, ხო? თქვენ თუ არ იცით, თქვენ ერთხელ თუ გასინჯეთ რაღაცა და იცით ერთი რაღაცა მრავალფეროვნება, როგორც უკვე მიხვდით, გრიპის ვირუსისთვის ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ჩქარა შეიძლება შეიცვალოს, რომ თუ მუდმივად არ აკონტროლეთ, თუ მუდმივად არ გექნათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მრავალფეროვნება არის, რა თქმა უნდა ეს შეუძლებელია, რომ უბრალოდ წინასწარ რაღაცა გათვალოთ. ჩვენს მიერ ეს მოპოვებულია ეს კონსორციუმებია, როგორც წესი, ჩვენც მაგალითად კონსორციუმის ნაწილი ვართ, არის კაპაფლუს კონსორციუმი, ესეთი არის. მაგალითად იმისი რა ქვია ASDN-ის კონსორციუმი, ხო, ორი დიდი კონსორციუმი, რომელიც ცდილობს ახლა სწორედ მაგის გაკეთებას, ხო? ეს ინფორმაცია გენოტიპირებასაც ვაკეთებთ, ხო, ჩვენ სულ იტვირთება ამ საერთაშორისო კონსორციუმების სქემაში, ხო, სადაც ისინი ყველას აქვს წვდომა ამ ინფორმაციას და შესაძლებელია, რომ თქვენ ანუ ვინც არ უნდა იყოს ეს ხალხი, ასე ვთქვათ, აინტერესებული ადამიანები. ხო, მკვლევარები, ვინც არიან, მოკლედ იმათ შეუძლიათ რომ აიღონ ეს ინფორმაცია და გამოიყვანონ თავისი კონკრეტული კვლევებისთვის, ხო? იმისათვის რომ გქონდეს ეს ინფორმაცია იმაზე, არ იყოს ჩვენთვის სურპრიზი, რომ უცებ რაღაც გაჩნდა და აზე არა ვართ ახლა რა ხდება, ხო, აქ და როგორი არის და ხო, საიდან მოვიდა და ასე შემდეგ, ხო? რაც მოხდა 1918 წლის 4 მარს, ხო, ეს ჩემი დაბადების დღე არის, ეს მნიშვნელოვანი თარიღზე და დაიქცა უცებ სამყარო. ესე იგი მაშინ გენეტიკა არის ნუ არ ქონდათ საშუალება რომ ისეთნათ რა. ხო, ფაქტობრივად ხო, მაშინ ნუ ძირითადი თვითონ ეს ინფლუენსა, მოდი მაგაზეც ვთქვათ, ხო, ინფლუენსა, ანუ და ტერმინებში რომ გავერკვეთ, ახლა ქართველები გრიპს უწოდებთ, მაგრამ მის საერთაშორისო სახელწოდება გახლავთ ინფლუენსა და ხშირად ახლა ლიტერატურაში, განსაკუთრებით არასამეცნიერო ლიტერატურაში შევხვდებით ფლუს და დაბნეულობას იწვევს ხოლმე, ნუ ცოტათი დაინტერესებულ ადამიანებში, რომ რატო აქვს ეს ორი სახელი. ინფლუენსა არის რეალურად ინფლუენსა. ანუ შემოკლებული ვარიანტი, ფლუ არის ინფლუენსას შემოკლებული ვარიანტი და თვითონ ეს სახელი მას ეწოდა მე-14 საუკუნეში. ეს სიტყვა დღეს ყველა მიცის, ინფლუენს, რომელიც ნიშნავს ზეგავლენას და რის ზეგავლენაზე იყო? ვარსკვლავების ზეგავლენაზე, იმიტომ რომ შენ რო იყავი ცოდვილი და ცუდი გოგო ან ბიჭი, ვარსკვლავებმა დაგსაჯეს და დაგემართა გრიპი და აი მაგითო გჭირდა გრიპი და სხვათა შორის აგერი მე-1 საუკუნის წინაც, როცა ესპანური გრიპმა ასეთი მახვილი უცებ მოიქნია, ხო? მაშინაც კი ძალიან ბევრი ადამიანს ეს სჯეროდა და საინფორმაციო კამპანიის აი დევიზი, როგორც ახლა მაგათად დარჩი სახში ქონდა COVID-19-ის დროს იყო გრიპი თავისით არ ჩნდება. და რას ნიშნავს ეს, რატო იყო ეს დევიზი? იმიტომ რომ ამის ახსნას ცდილობდნენ ექიმები, რომ ეს რაღაცა გადამტები იყო. უბრალოდ იმ პერიოდის ხო და ეს ახლა რაღაცა ცოდვებისა და დემონებისა და რა ვიცი ვარსკვლავების გაბრაზების გამო გრიპი არ დაგემართებოდა და ასევე პოპულარული იყო კიდევ ერთი მიკრობული თეორია, იმ პერიოდში ბუმი იყო ამის, იმიტომ რომ ბაქტერიები უკვე აღმოჩენილი იყო და რატო არ იყო ვირუსები, იმიტომ რომ ელექტრონული მიკროსკოპი ჭირდებოდათ ვირუსის დასანახად, ვირუსები ჩვეულებრივი სტანდარტული ვირუსი 3000 ჯერ პატარაა, როგორც წესი, ჩვეულებრივ სტანდარტულ ბაქტერიას, თუმცა ორივეში არსებობს გამონაკლისები, ნანახი გვაქვს ვირუსები, რომელიც ზომით უტოლდება ბაქტერიებსაც, ლევიათან ვირუსებს უწოდებენ მაგათ და მანამდე ჰქონდა ერთმა თუ სწორად მახსოვს რუსი ბოტანიკოსი იყო, რომელსაც აღმოაჩინა ერთ-ერთი ბაქტერია და თქვა, რომ ოი ეს არისო მიზეზი გრიპისო და დღეს ჩვენ ვიცნობთ ამ ინფექციურ დაავადებას და მასაც გრიპი ქვია სხვათა შორის. თავისი ლათინური სახელწოდებით, უბრალოდ იტალიურია ეს სიტყვა, Haemophilus influenza ტიპი B, აი ვაქცინების რუტინულ ვაქცინაციაშიც, იმ კომბინირებულ ვაქცინებში ერთ-ერთი არის ჰიბრო, წერია ხოლმე, აი ეგ არის. უბრალოდ შემდგომში გაირკვა, რომ ეგ იყო ბაქტერია და ეგეც ინფექციური დაავადება, მაგრამ არა ის გრიპი, რომელზეც უკვე დღეს მსჯელობთ და რომელზეც ვსაუბრობთ.
მოკლედ ასე იყო თუ ისე იყო, გრიპი არის სერიოზული გამოწვევა და პრობლემა და კიდე ერთ საკითხს ახლა ვაქცინაციაზეც საუბრობდით და მაგრამ აქვე ვთქვათ, რომ ვაქცინაცია ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქართველოშიც. ჩვენ ისევ 4-ვალენტიანი ვაქცინა გვაქვს, ანუ 4 კომპონენტიანი, რომელიც მიმართულია იმ 4 შტამის წინააღმდეგ, რომელიც ჩამოთვალეთ H1N1, რომელსაც ვიცნობ ძველი პანდემიიდან. ესეც ხშირად ასმული კითხვა ხოლმე. აი, კავშირის დაჭერათ კავშირს თითქოს ვერ ხედავთ ხოლმე ამ პანდემიურ გრიპებსა და სეზონურ გრიპებს შორის. და ამ დროს ესენი ფაქტობრივად იგივეა, როცა ატიპის გრიპის ვირუსებს საუბრობთ. ენდემური როცა ხდება უკვე. ხო, მე ხდება ენდემური. აი, დღეს როცა ჩვენ გრიპი გვემართება, ხო, არის რეალურად ამ ეტაპზე ორი ვარიანტი, ან ატიპის გრიპის ვირუსი, ან ბ-ტიპის გრიპის ვირუსი. თუ არის ეს ატიპის გრიპის ვირუსი, მაშინ ეს არის ან H1N1 და მისი განშტოებები, ან H3N2 და მისი განშტოებები. ეხლა ეს რომლებია? ესპანური გრიპი, იგივე ღორის გრიპი და ჰონკონგის გრიპი, ხო, ესეც ძველი წინამე 20 საუკუნის პანდემიიდან და B ვარიანტებსაც შეეხება, ეს არის ვიქტორია და იამაგატა, ესენი სახელები გახლავთ, თუმცა 2020 წლის შემდეგ იამაგატა შტამი აღარ დაფიქსირებულა, ვარაუდობთ რომ მთლიანად გაქრა, თუმცა ჯერ კიდევ ვაქცინებში შენარჩუნებულია ეს მეოთხე კომპონენტი მაინც გადაზღვევის მიზნით. თუმცა აი ამ წელსაც ჯერ კიდევ არ ჩანს ახალი შემთხვევა, დიდი ალბათობით ეს ვარიანტი ჩვენ შემთხვევაში აღარ არსებობს. მე ბოლოს ისევ მინდა რომ H5N1-ს მიუბრუნდეთ, მაგრამ მანამდე მინდა რომ ერთი თქვენ პუბლიკაციის შესახებ გკითხოთ. ეს არის ერთ-ერთი ბოლო ნაშრომი თქვენი, რომლის თანაავტორიც ხართ და გამოქვეყნდა ჟურნალში ეს Frontiers in Public Health, სათაურით ფრინველი ზოონოზური ინფექციური დაავადებების ტრანსსაზღვრო განმსაზღვრელი ფაქტორები, კვლევითი პოტენციალის გაძლიერებისა და მეთვალყურეობის ქსელების დაკავშირების გამოწვევები. სტატია იწყება იმით, რომ კლიმატის ცვლილებების ფონზე დაავადებები ხდება უფრო არაპროგნოზირებადი. მარტივად რო ვთქვათ, ეხლა რა კავშირში არის კლიმატის ცვლილება ფრინველის გრიპის გავრცელებასთან. იმიტომ რომ აი ვექტორულ დაავადებებზე ძალიან აქტიურად იწერება ბოლო პერიოდში და აგერ გუშინ წინ იყო მგონი, ნუ ეს ახლა რა რიცხვია დღეს 15 ოქტომბერს იწერება ეს პოდკასტი, არ ვიცის როდის გავაჯერ. მაშინ პირველი კვერცხები აღმოაჩინეს მაგალითად იმ კოღოსი, რომელიც ასოცირებული არის დინგესა და ზიკას ვირუსთან დიდ ბრიტანეთში, რაც აქამდე ისტორიაში არ მოხდარა და სპეციალისტები იმას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. ასეთი ცვლილებები თუ გვაქვს, ხა, აქაც რა წერია ამ პუბლიკაციაში. კი, რა თქმა უნდა, ესე იგი, აქ რასაც ამ პუბლიკაციაში ას განვიხილავთ ჩვენ, არის ის, რომ როგორ შეიძლება რომ კლიმატის ცვლილებამ იქონიოს გავლენა, ხო, გავრცელებაზე სხვადასხვა დაავადებების, ხო? პირველი როგორც უკვე ვთქვი, ფრინველები ავრცელებენ ამას, მაგალითად გრიპის ვირუსს, ხო? და შესაბამისად ფრინველების მიგრაციაც ასევე განპირობებული არის გამყინვარების ციკლებით, ასე ვთქვათ, დედამიწაზე, ხო? ჩვენ ახლა ინტერგლაციალში ვართ, როგორც იძახიან, ანუ გამყინვარებების შორის პერიოდში და ცვლილება იმაში, რა ქვია, ფრინველების გადაფრენების იმაში, ფენოლოგიაში, როგორც იძახიან, დინამიკაში, ასე ვთქვათ, ხდება ცვლილება დროთა განმავლობაში, რაც უფრო თბება კლიმატი, ხო? შესაბამისად არის ის, რომ უფრო ადრე მოფრინავენ ფრინველები, მაგალითად თბილი ქვეყნებიდან, ან უფრო ახლოს რჩებიან, არ მიდიან უფრო შორს, უფრო სამხრეთით. ხო, ესე რომ ესეთი ტიპის ცვლილებებმა შეიძლება სწორედაც რომ გამოიწვიოს ეს დინამიკის ცვლილება ამ ფრინველების გრიპის, ხო? მეორე რაც ახსენეთ, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის იმ ვექტორული დაავადებებისთვის, ხო, ამ შემთხვევაში კოღოების და ტკიპების შემთხვევა გამოიყენება ხოლმე ძალიან ხშირად, ჩვენ სწორედაც ამასაც განვიხილავთ ამ ნაშრომში, რომ არის ესეთი რაღაცა, რომ ისეთი ტკიპების სახეობები, მაგალითად კოღოების, როგორც თქვენ ახსენეთ, რომელიც უფრო სამხრეთით იყვნენ და ისინი იყვნენ ჩართული ამ გავრცელებაში სხვადასხვა დაავადებების, ხო, იყვნენ ვექტორები მთავარი ამ დაავადებების, ნელ-ნელა სამხრეთით, ჩრდილოეთით მოიწევენ უფრო მეტად, ანუ თბება უფრო კლიმატი და შესაბამისად მათ შეუძლიათ რომ უფრო ჩრდილოეთითაც გაძლო. ეს ტკიპები, მათ შორის კოღოები არა, მაგრამ ტკიპები შეუძლიათ რომ ფრინველებს გაავრცელონ და მიგრანტ ფრინველებში ცნობილი არის რომ მიგრანტ ფრინველები ამ ტკიპებს ავრცელებენ. უბრალოდ თუ ეს ტკიპა მაგალითად ადრე როდესაც უფრო ციო და ჩამოვარდებოდა ისეთ ადგილას, სადაც
ცივა და მისთვის გარემო არ ვარგოდა, ის იქ ვეღარ გამრავლდებოდა და შესაბამისად აღარ იქნებოდა მისთვის კარგი ხო, აი ადგილი. გასაგებია. ამ ეხლა ხდება უკვე შეუძლია დაიმკვიდროს იმ ადგილას თავის ასე ვთქვათ ადგილი და იქაც გავრცელდეს ეს დაავადება, ხო? იმიტომ რომ ვექტორულ დაავადებებში თვითონ ვექტორებიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? იმიტომ რომ მარტო ფრინველსო კონდეს ეს რაღაც დაავადება, თუ არ არსებობს ვექტორი, რომელიც შემდგომ უკვე სადმე წაიღებს ამას, ხო? უკვე რა თქმა უნდა ეს აღარ არის საშიში, მაგრამ რადგანაც ახლა უკვე ეს თვითონ ეს ვექტორებიც ჩნდებიან იმ ადგილებში, ხო? და ამ ფრინველები უწყობენ ხელს ამის გავრცელებას, შესაბამისად ახლა უფრო საფრთხე იწევს, ხო? ჩრდილოეთის ქვეყნებისთვის, კერძოდ, უფრო და უფრო ჩრდილოეთით მოდის ეს ასე ვთქვათ. და ისეთ დაავადებები, რომლებიც მანამდე ამ რეგიონებში თითქმის არ იყო, ხდება ენდემურიც. კი ბატონო, რა თქმა უნდა. იქ უკვე ძალიან ჩვეულებრივად ინაცვლებს. ესე იგი, ეხლა ჩვენ უფრო ბევრი ვისაუბრეთ და აი ეს ტერმინი თვითონ ეს ტრანსსასაზღვრო დეტერმინანტები, აი ეს რას ნიშნავს, ეს ვერ გავიგე კიდე. ნუ ტრანსსასაზღვრო გამსაზღვრელი, ანუ გამსაზღვრელი იმისი თუ როგორ რა ფაქტორები არის, მოკლედ რაც რის მიხედვითაც ხდება, ხო, რაც უწყობს ხელს გავრცელებას ამა თუ იმ დაავადების. ტრანსსასაზღვრო, იმიტომ რომ ჩვენ საზღვრები ადამიანების მოგონილი რაღაცა არის, ხო, ბუნებას არ აინტერესებს ეგ საზღვრები და შესაბამისად მაგრამ შესწავლას ადამიანები ახდენენ და საზღვრებით იზღუდება, ხო, ადამიანი გარკვეულწილად. ეხლა თქვენ რო სწავლობთ რაღაცა საქართველოში, წახვიდეთ ეხლა უცებ და რუსეთში რაღაცები შესწავლა დაიწყოთ ესე ან სადღაც თურქეთში არ გამოვა ეს ადვილი არ არის, ხო, ეს ამ ყველაფრის გაკეთება. ჩიტების ადვილი. ხო, ჩიტებისთვის ადვილია გაფრინდნენ, გამოფრინდნენ, ადამიანებისთვის არ არის ეს ადვილი, ხო? სწორედაც ამიტომ დღეისათვის არის უკვე როგორც წეგან ვახსენე ეს კონსორციუმები, ეს გაერთიანებები, ასე ვთქვათ, ამ კვლევითი ორგანიზაციების, რომლებიც ამ ფრინველების გავრცელების და სამიგრაციო მარშრუტების გასწვრივ მოქმედებენ და მუშაობენ. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ხალხი ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული მაქსიმალურად და მაქსიმალურად სწრაფად მიმოუცვალონ ერთმანეთს ინფორმაცია იმისათვის, რომ რეაგირება იყოს სწრაფი, ხო? აქამდე როგორც იყო ხოლმე, იყო ის, რომ ადამიანები რაღაცას მუშაობდნენ, მე რაღაცა სტატიას გამოაქვეყნებდნენ მაგალითად, ხო, რაღაც იმაში რა ქვია, სამეცნიერო პუბლიკაციას და მე იმას ვიღაც კითხულობდა და იქიდან იგებდა, ხო, რა ხდებოდა იქ. ეს რა თქმა უნდა უფრო ნელი პროცესი არის, დრო ჭირდება ყველაფერს მოგეხსენებათ სტატიის გამოქვეყნებასაც და ხო, ასე შემდეგ. და ამიტომ სწორედ გახდა საჭირო ის, რომ ეს ხალხი პირდაპირ იყოს ერთმანეთთან კავშირში, ხო? ჩვენი ერთ-ერთი არის მაგალითად რაც თქვენ ახსენეთ, ის სტატია არის შედეგი თანამშრომლობის სწორედაც ეს არის ესე იგი უკრაინელი, ქართველი და იორდანიელი მეცნიერების იმის რა ქვია, ამერიკული სამეცნიერო ჯგუფებთან ერთად მუშაობის, ხო? და სწორედაც აქ აეწყო სისტემა, როდესაც ჩვენ გარეულ ფრინველებში ამ მეებს რა ქვია, ვირუსებს იქნება ეს თუ კიპებს იქნება თუ აი იქნება ვექტორებს ამ შემთხვევაში შევისწავლით, ხო? და მიმოცვლა შესაბამისად ინფორმაციის არის სწრაფი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ პირადად ვიცნობთ ერთმანეთს, გვაქვს პლატფორმები, სადაც ეს ყველაფერი ამ ყველაფრის გაშიარება და რეაგირების სწრაფი საშუალება. და რეაგირების სწრაფი საშუალება, რა თქმა უნდა. აგერ როდის იყო რამოდენიმე დღის წინ სულ მომწერა მაგალითად ავსტრიიდან ჩვენმა კოლეგამ, რომ მათთან დაფიქსირდა რაღაც ასე ვთქვათ ვირუსი ერთ-ერთი, რომელიც იყო ჩვენ ვირუსთან ახლოს ძალიან, ჩვენთან დაფიქსირებული ვირუსთან ახლოს უფრო ადრე და ნუ მას მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ ანალიზი გაეკეთებინათ. კი ბატონო. და ამავე სტატიაში იქ დაბალპათოგენური გრიპის ვირუსებზეც არის საუბარი. და ეს მათი მნიშვნელობა, მათი შესწავლის მნიშვნელობა მარტო აი ამ შიფტების თვალსაზრისით არის, თუ კიდე რამე სხვა ინფორმაციას გვაძლევს ახლა აი ამ დაბალპათოგენური ვირუსების შესწავლა. კი, აი წარმოიდგინეთ თქვენ, რომ გაქვთ რაღაცა ვირუსი, რომელიც პრობლემას წარმოადგენს და თქვენ ამ გენეტიკურად გაშიფრეთ ესა, გენეტიკური კოდი მისი იცით, თუმცა ვერ პოულობთ ვისთან არის ახლოს, ხო? იმიტომ რომ უბრალოდ არ გაქვთ ინფორმაცია. იმიტომ რომ დაბალპათოგენური ვირუსიდან შეიძლება მოდიოდეს ერთ-ერთი სეგმენტი მისი, ხო? შესაბამისად თქვენ ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში ხართ როგორც იტყვიან ბნელში, ხო? ანუ არ იცით საიდან მოვიდა ეს ვირუსი, რომელი არის უახლოესი მისი ასე ვთქვათ წარმოშობით უახლოესი ნათესავი მისი და ასე შემდეგ. ანუ მაგალითად იგივე მიმართულებას ვერ იგებთ საიდან მოვიდა ეს ვირუსი. აი როგორც წეგან ვახსენე, რომ ავსტრიელმა ჩვენმა კოლეგამ მოგწერა თქო, ხო? ეხლა იმან იცის უკვე რომ ეს ვირუსები მოვიდნენ აღმოსავლეთიდან, ხო? მათთან, იმიტომ ჩვენთან უფრო ადრე დაფიქსირდა ეს ვირუსი ვიდრე მასთან და შესაბამისად მას აქვს უკვე საშუალება რომ იცოდეს მიმართულება
მაგალითად შესulis ხო ამ ვირუსის მის ტერიტორიაზე. და შეუძლია რაღაცა ხო. საჭიროების შემთხვევაში ეპიდემიოლოგიური ხო, ღონისძიებებიც კი, კი, გაატაროს. გარდა იმისა, რომ თქვენ გენეტიკური მრავალფეროვნება გააქვთ დაფარული და უკვე დასკვნების გამოტანა შეგიძლიათ, რა გავლენა ამან შეიძლება იქონიოს, იგივე იმაზე, რა ქვია, მაგას ზედაპირულ ცილებზე ხო და ასე შემდეგ რა, ესეთი რაღაცები არის. ერთს დავამატებ, რომ რატო ვსაუბრობთ ახლა ჩვენ გრიპზე ამდენს და რატო არ ვსაუბრობთ მაგალითად წითელას რაღაცა მსგავს ხასიათზე, იმიტომ რომ ბევრი რაღაცით არის გრიპი გამორჩეული ვირუსი და მათ შორის ის რაზეც თქვენ დასაწყისში საუბრობდით, რომ შიგნით არის RNA. ხო, აი ეს არის მთავარი განმსაზღვრელი, ანუ RNA არამდგრადი მოლეკულაა და ცვლილებებს განიცდის. მუტაგენურია. აი წითელა მსგავს რაღაც არ აკეთებს, შიგნით მას RNA კი არა, DNA აქვს. DNA მტკიცე მოლეკულა, ასეთი მუტაგენური არ არის. ამიტომ მაგ ტიპის ვირუსებში ჩვენ არ აქვს ხოლმე ასეთი ცვლილებები. ჩვენ მეთვალყურეობის ქვეშ გვყავს RNA ვირუსები, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ერთგვარი პატარა დამალული ბომბი, როდის შეიცვლის და რა ფორმას მიიღებს, ეგ არ ვიცით და ამიტომ ეს ზედამხედველობა არის პირდაპირ გაგებით სიცოცხლის მნიშვნელოვანი. გარდა იმისა, რომ ეს RNA-ის განსხვავებაა და RNA-ისა და DNA-ის, წითელას ვაქცინა მე მგონი რაც ერთხელაც გამოიგონეს, ის არის და არის, ხო? და აქ უცვლით. ხო, იმიტომ რომ არ ხდება ცვლილება ესეთი სწრაფად. მაგრამ ეს შიფტი არის კერძოდ ამ ატიპის ინფლუენზას დამახასიათებელი, რაც ძალიან სწრაფ ცვლილებას იწვევს. ესეთი სწრაფი ცვალებადი არ არსებობს არც ერთი ისა რა ქვია ვირუსი. ხო, და თან ხო, და არც სხვა ვირუსები არ არის, რომელიც როგორც წესი საუკუნეში 60 პანდემიას იწვევს. და თან ეს იყო მთელი რაც კაცობრიობა არსებობს მას შემდეგ. ხო, ნუ ცოტა ისე ვუყურებთ ხოლმე ჩვენ მსუბუქად გრიპის ვირუსს, მაგრამ ნუ ეგრე არ არის. იმიტომ რომ კი სეზონური გრიპი უმეტესად არის ძალიან მსუბუქი, თუმცა ნუ 100%-იან გარანტია არც ერთი ჯანმრთელობის მქონე ადამიანს არ აქვს. მაგრამ სიფრთხილე ყოველთვის საჭირო არის განსაკუთრებით ასეთი ატიპის გრიპის ვირუსებზე, მათი აფეთქების პოტენციალის თვალსაზრისით. აი ამავე სტატიაში თქვენ ეგ საუბრობთ აქტიურ და პასიურ მეთვალყურეობაზე. აი მათ შორის რა განსხვავება რას ნიშნავს და ეს ჩვენთვის რაიმე ესეთი მნიშვნელოვანი და ღირებული არის? ზედამხედველობა შორის რა თქმა უნდა დიდი სხვაობა არის. პასიური ზედამხედველობა ამ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ ეს არის აგებული ეს სისტემა, ზედამხედველობის სისტემა იმაზე, რომ ვიღაცა უნდა დაარეპორტოს, ანუ და როგორ ვთქვა, ანგარიში წარადგინოს. ხო, ანუ ადამიანმა იპოვა მაგალითად რაღაც, არ ვიცი, იქ ვიღაც ადამიანი, ვისაც ფერმა აქვს მაგალითად ქათმების და ნახა რომ რაღაცა სიკვდილიანობა აქვს მას გაზრდილი, ეს უნდა თვითონ მივიდეს და შესაბამის ორგანოებში თქვას, რომ აი ესეთი ამბავი არის და ჩემთან რაღაცა სიკვდილიანობა არის, ხო? და ამაზე უკვე რეაგირება მოახდინო. ასევე არის, რომ მაგალითად ადამიანმა რაღაც იპოვეს გარეული ფრინველი, რომელიც მკვდარი არის სადღაც ან რაღაცა სიკვდილიანობის ის არის, ხო, კერა არის რაღაცა და ისინი არეპორტებენ ამას ასევე კონკრეტულ ორგანიზაციებში, სადაც ამას ეს ეკუთვნის და ისინი მიდიან მერე და ატესტავენ ამას, ხო? ეს არის პასიური ზედამხედველობა. ამის ყოველთვის ერთი მინუსი აქვს ამ პასიურ ზედამხედველობას, არის ის, რომ მნიშვნელოვანი მინუსი ყოველთვის მისდევთ რაღაცას, ხო? ყოველთვის უკან ხართ, ასე ვთქვათ, ჩამორჩებით პროცესებს. უკვე რომ დაიხოცა ყველაფერი და უკვე რომ ის არის, მაშინ გაიგეთ თქვენ ეს ყველაფერი. ხო, რაღაც შედეგი უკვე არის და ხო, უკვე დაიხოცა, უკვე გავრცელება ესე იგი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, მნიშვნელოვანი მასე არის, ხო, დონეზე გასული. და მაგრამ კარგი ის არის, იაფი არის, ხო, ეს ზედამხედველობა და უმეტესობა ქვეყნების დიდ ნაწილში სწორედაც ესეთ პასიურ ზედამხედველობას აწარმოებენ, მაგრამ ეხლა რა თავია დაიწყეს ეს აქტიური, ხო, ისა რა ქვია, ზედამხედველობა. აქტიური ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ თქვენ მიდიხართ და სპეციალურად იჭერთ ისეთ ფრინველებს, რომლებიც არ გააჩნიათ არანაირი კლინიკური ნიშნები, ხო? რასაც თქვენ აკეთებთ. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, კი ბატონო. რაც არის მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში არის ის, რომ როგორც უკვე წეგან თქვით, ეს გარეული იხვების უხეშად რო ვთქვათ, დაავადება არის და გარეული იხვების სიმპტომები არ აქვთ თითქმის გინდაც რომ მაღალპათოგენური ფორმის, ხო? ეს როდესაც გადავიდა სხვა იხვებიდან სხვა ჯგუფებში ფრინველებს, იქ დიდი სიკვდილიანობა გამოიწვია იგივე თოლიებში, იგივე მეთოლიებში და ასე შემდეგ. და მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვია შიშინაურ ქათმებში თავისთავად, ხო? მაგრამ ემაში რა ქვია, თვითონ იხვებში არაფერი ვერ იპოვით თქვენ მკვდარ იხვებს, ასე ვთქვათ. ხო, აი ამდენი წელი არის გითხარით, რამდენი წელი და რამდენი სინჯი გვაქვს გატარებული, ხო? და სიკვდილიანობა, ასე ვთქვათ, die-off რასაც ეძახიან, იხვებში ჩვენ არ გვინდა. ხო, ის რომ მოკლეს თვითონაც მოკვდება და ამერქნას. ხო, ამიტომ იქ მათ შორის ევოლუცია ისე მიდის, რომ დიდი ხანია და უკვე ისე არის, რომ ევოლუცია ისე არის, რომ მოკლედ არ კლავს, ასე ვთქვათ, ამ ფრინველებს, ხო?
და ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორედაც რომ იხვებში ვიცოდო პირველი იხვებში არის ეს ყველაფერი ხო თქვენ უკვე წახვედით და იპოვეთ რაღაც დახოცილები ეს იმას ნიშნავს რომ უკვე წავიდა იხვებიდან სხვა ჯგუფებში ხო ფრინველების ან ძუძუმწოვრების და ასე შემდეგ კი ბატონო და თქვენ ასევე ხართ თანავტორის უსაცის როგორ ქვია ევროპის ურსათის უნებლობის სააგენტოს დაკვეთით მომზადებული ანგარიშის სადაც საქართველო და უკრაინა არის მოხსენიებული როგორც მეთვალყურეობის კვანძები. აი ეს მეთვალყურეობის კვანძები რას ნიშნავს? ეს ის არის, რაზეც ვსაუბრობდით, რომ კრიტიკული წერტილები იმიტომ რომ ბევრ ადგილს აკავშირებს და იმ თეთრ ლაქებს ავსებს, ამას ნიშნავს? ხო, ეს მნიშვნელოვანი არის იმით რომ რა თქმა უნდა ეს ევროპის არის და ევროპას აინტერესებს თავისთან როდის მოხდება ეს და რანაირად მოხდება, ხო? ძირითადი მიგრაციების ძირითადი მიმართულება ზოგადად გარეული ფრინველების და კერძოდ იხვების არის ჩრდილო აღმოსავლეთიდან სამხრეთ დასავლეთის მიმართულებით და ასევე ძირითადი ადგილები სადაც ყოველთვის ფიქსირდება ხოლმე როგორც უკვე ვთქვით მაგალითად იგივე ეს მაღალპათოგენური ფორმაც ხო რაზეც ვისაუბრეთ წეღან იყო სწორედაც აზიაში ხო სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში იქიდან უნდა მოხდეს ის ევროპაში რაღაცნაირად ხო და ჩვენ ვართ აღმოსავლეთ ფლანგზე ასე ვთქვათ ევროპის და აქედან გამომდინარე პირველად აქ ხდებიან ეს ვირუსები მანამ სანამ ის შევა და მაგით არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ადრეული შეტყობინების სისტემას ეძახიან ისინი ჩვენთვის ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ასევე არის იმიტომ რომ რამოდენიმე ადგილიდან მათ შორის ჩრდილო-დასავლეთ ევროპიდანაც და სამხრეთ-აღმოსავლეთ იმიდან ციმბირიდანაც სამხრეთ კი არა ჩრდილო-აღმოსავლეთი ციმბირიდანაც არა ეს იხვები ჩვენთან მოდიან ისევ გამოსაზამთრებლად ხო ანუ ის ადგილია სადაც ასევე ხდება შერევა ის როგორც უკვე ვთქვით იმისათვის რომ შიფტი მოხდეს ამისათვის ორი განსხვავებული ვერსია ერთად უნდა დაემართოს იმას ხო და ამიტომ ეს ესეთ ადგილებზე სადაც ბევრი განსხვავებული პოპულაციიდან მოდიან ეს იხვები უფრო მაღალი არის ამის ალბათობა ანუ რეალურად ეს არის ის პოტენციური ადგილები საიდანაც შეიძლება დაიწყოს ეს რაღაცა დიდი ახალი ვარიანტების წარმოქმნა. კი, აქ ახალი ვარიანტები შეიძლება წარმოიქმნას. შეიძლება ეს აქ არაფერი არ მოხდეს საერთოდ და სხვაგან მოხდეს რა, მაგრამ ეს სხვა რაღაც ფაქტორებზე დამოკიდებული. სხვა დროსაც ვერ ვიგებდით საიდან იწყებოდა. ხო, სხვა რაღაცა ფაქტორებზე დამოკიდებული, რომ გამოიჭიროთ დროზე, ასე ვთქვათ, მალე რომ დავიჭიროთ ეს ცვლილება რა, ეს არის ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედაც აღმოსავლეთი ფლანგი ეს. კიდე ერთი საკითხი, ხა ჩვენ ვისაუბრეთ ამ ვექტორულ დაავადებებზე, ანუ ამ ტიპებზე და ასე შემდეგ და თავის მხრივ ცალკე განვიხილავთ როგორც ფრინველებს, როგორც პრობლემურ. ამ ორის გადაკვეთა თუ ხდება ხოლმე სადმე ფრინველი თუ შეიძლება რომ იყოს რაღაცა ტიპებით გადაცემადი რომელიმე დაავადების გადამტანი ან ეგეთი რაღაცები თუ კი, რა თქმა უნდა ეს იგივე ბორელია მაგალითად არის ერთ-ერთი დაავადება რომელიც ტიპების მეშვეობით გადადის და ფრინველებს შეუძლიათ რომ ეს ტიპები გაავრცელონ სწორედაც ხო? და ჩვენ გვაქვს ხოლმე ასეთი შემთხვევები თუ ხდება ეგენი თქვენ იმაში თუ არა? ამის შესწავლა ახლა ცოტა ხნის წინ დავიწყეთ ჯერ არაფერი არ იყო ცნობილი ამასთან დაკავშირებით უბრალოდ ვიცით სხვა ქვეყნებში არსებული კვლევებიდან გამომდინარე რომ ესეთი რაღაცები ხდება განსაკუთრებით ამერიკაში არის ძლიერი ესეთი დიდი კვლევები ჩატარებული ამასთან დაკავშირებით და ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ხო და ამასთან დაკავშირებით ხო ჩვენთან ახლა იწყება ასე ვთქვათ ამის კვლევა არის რაღაცა მონაცემებით კიპებში ეძებდა მაგალითად იგივე საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამას იკვლევდა კარგი ხნის განმავლობაში კიპებში როგორც იმებს რა ქვია ბორელიას განსაკუთრებით CCH-ებს ხო ანუ ყირიმ კონგოს ვირუსსაც აი უფრო ეგ მაინტერესებდა ხო მაგრამ ეგ კითხვები დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკუთვნის ხო ეს არის მათ ადამიანებში და ტიპებში აქვთ გაკეთებული მაგრამ როგორც უკვე ვთქვით ვექტორული დაავადებები რომელიც არის ვექტორები რასაც ესაჭირო ის კიდევ უფრო კომპლექსური ეკოლოგიური სისტემები არის და იქ მხოლოდ იმით რომ ასე ვთქვათ მარტო ის რომ რაღაც ადამიანში რაღაც ნახო ამით ვერაფერს ვერ გაიგებთ ან ტკიპაში ნახოთ იმიტომ რომ მასპინძელი გჭირდებათ ხო საიდანაც მოვიდა ეს ყველაფერი გჭირდებათ სანამ ამას არ გამოიჭერთ ასე ვთქვათ ამ ინფორმაციას არ მიიღებთ მანამდე სრული სურათი არ გექნებათ და შესაბამისად პრევენცია იქნება ეს თუ შემდგომი რაღაცა ქმედება ესეც იქნება რთული სწორედ ამიტომ ისევ ერთიანი ჯანმრთელობა ხო რასაც ქვია ისევ გარეულ ცხოველებში, ჩინაურ ცხოველებში ხო ამას ჩვენ გავაგრძელებთ აქვე დავაანონსებ რომ ჩვენი შემდეგი აი ამ ციკლის ერთიანი ჯანმრთელობის შემდეგი ის გვექნება სწორედ ამ ვექტორულ დაავადებებზე და კიდე ერთი კოლეგა შემოგვიერთება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან თუმცა აქედანვე მინდა რომ
თხოვნით მივმართო კიდევ ერთხელ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომ ძალიან გვინდა რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან შემოგვიერთდნენ, იმიტომ რომ ამ ციკლს თავი მოვაბათ და მივიდეთ ადამიანებამდე და კი, ძალიან თუ კარგი კონტროლი დაგვთანხმდებით აქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ადამიანის გრიპის მაგალითად ძალიან კარგი. კი, ჩვენ ხო ეს აღდენი ბაზებიდან ინფორმაციები მუდმივად ძალიან მაღალ დონეზე მუშაობს ეს, მაგრამ ხალხმაც რო იცოდეს ამის შესახებ არ იქნებოდა ორიგო. კიდე ერთი შეკითხვა, რომელიც ამ საკითხზე მქონდა, ეს არის 2020 წელს იყო ეს ანგარიში, როცა H5-ების საქართველოში აღმოჩენილი H5-ების ის ვარიანტები, რომლებიც შემდგომში აღმოჩნდა უკვე იტალიაში, ესპანეთში და ანუ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. წინ უსწრებდა ანუ საქართველოს აღმოჩენები ის არის ახლა რაზეც წეგან ლაპარაკობდით, ხო, რომ ჩვენ შეგვიძლია ინფორმაციის გაზიარება, მაგრამ თვითონ ეს H5 ის H5-ია, რომელმაც ეს ბოლო 2 წელია კრიზისი გამოიწვია ჩვენთან და უკვე ენდემური გახდა H5N1 ფრინველებში? კი, ეს არის ესეთი, ასე ვთქვათ, წინაპრული ფორმა, როგორც იტყვიან ხოლმე. წინაპრები, ხო. კი, ჩქარა ხდება ახლა მოგეხსენებათ ვირუსებში წინაპრები ძალიან ჩქარა. ასე ცვლილებები რადგანაც ხშირად ძალიან ჩქარა გროვდება, ამიტომ ძალიან ჩქარა ხდება ცვლილებები და ჩვენთან რაც მოხდა, ეს დიდი ალბათობით ალბათ ჩვენთან წარმოშობილი არ არის, უფრო სადღაც აღმოსავლეთით არის. ციმბირის ან დაბლობზე, როგორც უკვე წეგან ახსენე, ან იქ უფრო სამხრეთით, კიდე აღმოსავლეთით, უფრო სწორედ აზიაში. თუმცა, ჩვენთან დაფიქსირდა პირველად ეს ვერსია ერთ-ერთი. კი ბატონო, და ამავე ანგარიში კიდე საუბარია, რომ ეს ვირუსოლოგიების და ორნიტოლოგიური ექსპერტიზის გაერთიანების აუცილებლობაზე, რომ ეს ფრინველების ცოდნები და ვირუსოლოგები ერთად მუშაობდნენ და რეალურად ეს პრაქტიკაში, გამოწვევაა დღეს? ხო, ეს იყო დიდი პრობლემა, რაც უკვე თქვი თავიდანვე ახსენეთ ეს მე მგონი. ეს პრობლემა იყო ის, რომ ვირუსოლოგები რაღაც თავის ვირუსოლოგიას აკეთებდნენ, ეს რაღაცა აი დღეს უკვე აქეთ თუნდაც თქვენ შეუერთდით ხო, აი ამ ცივილიზებული სისტემის ნაწილი ხართ და ესე შემდეგ, მაინც კიდე პრობლემაა. ეხლა თითქმის ეხლა რომ თქვენ რომ ადგეთ ეხლა და ნახოთ ეს კონსორციუმები, აქ თქვენ განსხვავებას ვეღარ ნახავთ, არიან ორნითოლოგებიც, არიან უკვე შედარებით გადავედით ეს თავიდან სხვათა შორის აი ჩვენს დავიწყოთ ძალიან დიდი ხნის წინ არა ხდება ეს 2009 წელია, ხო? 2010 წელი, 2009 წელია რა. საკმაოდ სეპარაციასა, მაგრამ საკმაოდ დიდი იყო, ასე ვთქვათ, აი ამ ვირუსოლოგებსა და ამ wildlife-ის, როგორც თქვენ ხო, გარეული ცხოველების სპეციალისტებს შორის, ხო? და ადამიანის იმ ხალხს, ვინც ადამიანის გრიპს შეისწავლიდა იმას შორის, ხო, ძალიან დიდი სეპარაცია იყო მაშინაც კი. მაგრამ ეხლა ნელ-ნელა უკვე ისე არის, რომ უკვე შეხვედრების კონფერენციებიც იქნება ეს თუ რა იქნება ვორქშოპები სულ ტარდება ისე რომ ყველა იქ ცხოველების დაავადებების სპეციალისტებიც იქ არიან ვირუსოლოგებიც ეკოლოგებიც და ასე შემდეგ ყველა ერთად მუშაობს ასე ვთქვათ და იმიტომ რომ სწორედაც ეს ერთიანი ჯანმრთელობის სისტემა რაც უკვე თქვი ყველას გათავისებული აქვს ეს და ყველა სხვანაირად წარმოუდგენელია ხო სხვანაირად წარმოუდგენელია უბრალოდ ნონსენსია უბრალოდ სხვანაირად რო თქვენ ეფექტურად დაიცვათ ადამიანები მათ შორის. იგივე ხა ამავე ანგარიში საუბარია, რომ თვითონ ეს ფრინველის გრიპიო ეპიდემიოლოგიას ძალიან იცვლისო და ხა რეალურად ესე ანგარიში დიდად აღარ გჭირდება, იმიტომ რომ ყოველდღიური ნიუს აგენტოებიდანაც ვიგებთ ამ ინფორმაციებს ფრინველის გრიპის აფეთქებებზე ევროპის რეგიონში, ამერიკის ორივე კონტინენტზე და ასე შემდეგ და ესეც კიდე ერთ-ერთი პრობლემური საკითხია. უბრალოდ ხა მოკლედ ხა თავს მოვაბამ რა მოხდა ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს ამოკრიფე ინფორმაციები ფრინველის გრიპთან დაკავშირებით და იმიტომ რომ ჩვენ ამ მეცნიერულ ასპექტებზე ვსაუბრობთ ფრინველის გრიპის და ევოლუციაზე და მისი გავრცელების გზებზე ისე შემოგვეპარა უცებ ფრინველის გრიპის სახეცვლილიც არ არის ხო უბრალოდ აი ენდემური გახდა იმ რეგიონებში, სადაც ფაქტობრივად არასოდეს ფიქსირდებოდა და ეს ხდება ახლა 2024-2025 წლებში და შეიძლება ჩვენმა მსმენელმა რამე იცის კვერცხების კრიზისის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც ცოტა ისეთი უცნაური გამოხმაურებაც მოყვა, იმიტომ რომ ერთ დღეს რო თითქოს ეს კვერცხი რაღაცა ყოველდღიურობის ჩვეულებრივი შემადგენელი კომპონენტია, უცებ ამას მოყვა დიდი სკანდალი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმიტომ და გადაიქცა კრიზისის ეპიცენტრად, იმიტომ რომ კვერცხი გაძვირდა. სერიოზულად გაძვირდა, თვითონ რაღაც $6 გახდა. შემდგომში ზოგიერთ რესტორნებში თუ კი კვერცხიან საჭმელს უკვეთავდი ემატებოდა კვერცხის ღირებულება. ეხლა ჩვენთვის შეიძლება ეს განსაკუთრებულ არაფერს ნიშნავს ყოველდღე რო შედიხარ სუპერმარკეტში, გასამაგებული ფასები რო ხდება, ამას მივეჩვიეთ, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები მაქვეყნების რიგში არ შედის, ამიტომ ძალიან მტკივნეულად მიიღო ეს საზოგადოება და მე მოხდა ძალიან საინტერესო ცოტა ესეთი
უცნაური ამბავი, იმიტომ რომ 6 მარტს მიმდინარე წლის ერთმა ცნობილმა კომიკოსმა დაწერა პლატფორმა X-ზე, რომ ჯო ბაიდენმა დახოცა ქათმებიო. ესე დაწერა, ამ ადამიანმა იხუმრა, მაგრამ იმ პერიოდისთვის უკვე მთავრობაში იყო ილონ მასკი, რომელმაც გადააზიარა ეს ტვიტი, ეგრეთ წოდებული და დაწერა, რომ კიო, მართალია ბაიდენის ადმინისტრაციის ბრძანებით 150 მილიონი კვერცხმდებელი ქათამი უმოწყალოდ გაჟლიტესო და არაპირდაპირ დაუკავშირა ფასების ზრდას. ამას მოყვა მერე კიდე დონალდ ტრამპის განცხადებაც, რომელმაც უფრო მეტად აკადემიურად, მაგრამ დაახლოებით იგივე მესიჯებით თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იქნა მიღებული, ეს იყო განმაპირობებელი ერთგვარად ამ კვერცხის ფასების გაზრდის. მოკლედ, ეხლა ბევრი არ ვილაპარაკოთ ამ კვერცხის ფასზე, რა იყო და როგორ მოხდა. რეალობა ის იყო, რომ კი, ნამდვილად ბაიდენის ადმინისტრაციამ დახოცა ეს ქათმები, მაგრამ დახოცა იმიტომ, რომ ასე უნდა მოქცეულიყო. ეს არის თანამედროვე პროტოკოლი, იმიტომ რომ ქვეყანაში იფეთქა H5N1-მა. და უკვე ჩვენ ვისაუბრეთ და დაახლოებით უკვე წარმოიდგენდა რა მოხდებოდა იქ ადგილობრივ ფერმებში ფრინველები დაავადდნენ, შესაბამისად ეს ბიოუსაფრთხოების პროტოკოლები ამოქმედდა და უნდა პირველი ხაზი, ეხა როგორი არაჰუმანურადაც არ უნდა ჟღერდეს, ხო არც მე სიამონებს არც ლაპარაკი და არც წარმოდგენა ამის, მაგრამ დახოცეს ეს ამდენი ქათამი იმისთვის, რომ დაეცვათ სხვა ცხოველებიც და შემდგომში უკვე ადამიანებიც. მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ განაგრძო ინფექციამ განვითარება დაავადდნენ შინაური ცხოველები, ძროხები დაავადდნენ ამ ფრინველის გრიპით და მერე ძროხებიდან უკვე გადავიდა ადამიანებზე. რასაკვირველია ეს ჩვენ ვსაუბრობთ 150 მილიონი ქათმის განადგურებაზე. მანამდე დაახლოებით მსგავსი კრიზისი თურქეთშიც ჰქონდა და სხვა ქვეყნებშიც. 400 მილიონამდე დედამიწაზე ზოგადად. ხო, და რატო არის ახლა სერიოზული პრობლემა? იმიტომ რომ ფრინველის ხორცი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხორცია, ერთ-ერთი იაფი და პირდაპირ აღარიბებს და პირდაპირ მოქმედებს ადამიანების ბიუჯეტზე. მისი დეფიციტი. დავადგინეთ მექანიზმი, როგორ გადავიდა ეს ფრინველის გრიპი ძროხიდან უკვე ადამიანზე. აღმოჩნდა, რომ საჭირო არის თვალის ლორწოვანი გარსი იმისთვის, რომ შეაღწიოს და რძე თუ მოხდებოდა თვალში, ესე გადადიოდა ხვერპლიც მოყვა სამწუხაროდ. ეხლა დღეს დაახლოებით რომ ეს კიდე ერთხელ ვსაუბრობთ. აქ ვართ გაჩერებული, ხო, თითქოს ფრინველი, ცხოველი, ადამიანი, მაგრამ ადამიანზე არა. მაგრამ ჩვენ ისევ თუ დაბრუნდებით, რაზეც საუბრობდით თქვენ 2006 წელზე, 2006 წელს ჩვენ უკვე გქონდა ძალიან ცუდი მაგალითი, ეს იყო მაგალითად ინდონეზიაში, სუმატრას კუნძულზე, როცა ეს გინტიგების, მოგეთ პონტერ გინტიგების ოჯახში დატრიალდა ესეთი ამბავი, როცა მთელი ოჯახი დაავადდა რაღაცა დაავადებით, რომელზეც ექიმებს ეჭვი ჰქონდათ, რომ ეს უნდა ყოფილიყო H5N1, მაგრამ აქ საქმე რაში იყო, რომ ეს ოჯახის ეს კაცი, თვითონ ეს პონტენი, მანამდე დაუკავშირდა დემონებს. ამ დემონებს თხოვა, რომ დახმარებოდნენ გამდიდრებაში და სანაცვლოდ რაც უნდა იმას შეუსრულებდნენ და ეს კაცი გამდიდრდა და ამ კაცმა გადაწყვიტა ამ დემონების გადაგდება. გადააგდო ეს დემონები, არაფერ შეუსრულა და ეს იყოვო სასჯელი დემონებისგან წამოსული. ამიტომ კომუნიკაცია არ შედგა სამედიცინო პერსონალსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. არ დაყვნენ ისინი მითითებებს, რომ მედიკამენტი მიეღოთ. არ დაუჯერესო შეიძლება ყოფილიყო, როგორც დემონების წინასწარმეტყველება იყო, ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი, დაიხოცნენ ეს ოჯახის წევრები, მაგრამ აქ მთავარი ამბავი რა არის, რომ ამ ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ერთს ჰქონდა დაავადებულ ფრინველთან დადასტურებული კონტაქტი. დანარჩენს არ ჰქონია, მაგრამ ყველა დაავადდა და ეს სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი დადასტურებული და ნახევრად დადასტურებული შემთხვევა ფრინველის გრიპის ამ ვარიანტის ადამიანებზე გადასვლით. ამიტომ იყო ესეთი შემაშფოთებელი ეს ამერიკული კრიზისი და ამიტომ იწერება აქტიურად მედიაში H5N1-ის აქტიური გავრცელების შესახებ იმ რეგიონებში, სადაც მანამდე ის ბუნებრივი და ენდემური არ იყო. და ბოლოს დავასრულოთ ამით. თქვენ როგორ ფიქრობთ? ჯერ ერთის მაინტერესებს ამ დევნების დროს რამდენად ხშირად პოულობთ ხოლმე ამ ვარიანტებს? ალბათ სულ, ხო? ეს ჩვეულებრივი მოვლენა იქნება ჩვენთან და თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს ამ ვარიანტს პოტენციალი იმის, რომ რაღაცა ცუდი გამოიწვიოს მომავალში? ანუ ეს ერთი პატარა მუტაცია, რომელიც აკლია, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი შეიძინოს, ეგ შეიძინოს.
ხო, ეს ფაქტიურად ეს მუტაციები რა მუტაციებია საჭირო ეს ცნობილი არის უკვე მკვლევების სწორედაც აი ამ მკვლევებმა მათ შორის ერთ-ერთი სწორედაც რომ ფუშერის მიერ ჯგუფის მიერ იყო გაკეთებული და მკვლევა რომელმაც აჩვენა თუ რომელი ცვლილებები არის საჭირო იმისათვის რომ ცილის ცვლილება ისე მოხდეს რომ უკვე ადამიანიდან ადამიანზე მოხდეს გადაცემა იმისი რა ქვია ამ ვირუსის რა თქმა უნდა წინასწარ განსაზღვრა მაგისი არის წინასწარ მეტყველება არის რთული ხო როდის მოხდება ეს ყველაფერი მაგრამ თქვენ რო თქვათ ახლა თქვენ რო შეეკითხოთ ნებისმიერ ადამიანს ვინც ამ სფეროში მუშაობს ყველა გეტყვით რომ ალბათ ყველაზე მეტად რაც აღელვებთ იქნება სწორედაც აი ეს ფრინველის გრიპის ვირუსი ხო რომელიც თითქმის ყველა მეცნიერი დარწმუნებული არის რომ ზუსტად არიციან როდის მაგრამ როდესღაც აუცილებლად დაიწყებს ამ გამრავლებას ხო ეხლა ცუდი ნიშნები არის ის რომ ამ ვერსიამ გრიპისა რომელიც უკვე ვახსენეთ H5N1 2-3-4-4B ვერსიამ ხო მოიცვა უკვე მრავალი განსხვავებული სახეობის ძუძუმწოვარი ხო რომელსაც დაემართა ძუძუმწოვრები და ძუძუმწოვრებზე გადაცემა შორის მოიცავს ადამიანებსაც ასე თქვათ ჯერ ესეთი მასიური არ არსებობს ერთეული შემთხვევებია მხოლოდ ამ გადაცემის დადასტურებული თუმცა ეს არ არის კარგი ნიშანი ასე თქვათ ეს ნიშნავს რომ ახლო ვართ ძალიან აი ამ სწორედაც აი ამ პანდემიასთან არ არის ესე რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას რომ ხვალე დაიწყება თუ ზეგ დაიწყება ეს პანდემია თუმცა ეს ძალიან მაღალი საფრთხე არის ასე ვთქვათ ამასთან დაკავშირებით. თვითონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერჯერობით ამ ვირუსს შეაქვს როგორც დაბალი რისკის ვირუსად ამ შემთხვევაში ამ მომენტისთვის რადგან სწორედ ამის გამო ჯერ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა არ არის დაფიქსირებული ამისი მაგრამ მექანიზმი ასე ვთქვათ ძალიან ამ გადაცემის მექანიზმი კარგად არის შესწავლილი და ვიცით რომ ბევრი არ უკლია ვიცით რომ ხო შესაძლებელი არის ძალიან ასე ვთქვათ ცოტა ცვლილებებიღა არის დარჩენილი იმისივე ეს გადავიდეს ხო ამიტომ არის სწორედაც რომ აი ესე ყველანაირ ამ რა ქვია ინფლუენზას ვირუსს შეისწავლიან იმისათვის რომ მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ ალბათ მე გამიგია ზოგადად მაგრამ ალბათ მუშაობენ კიდეც ამ ვაქცინაზეც ხო როგორ გვაქვს უბრალოდ არ არის ფართო გამოყენება ხო არსებობს კი ქათმებში გამოიყენება ეს ვაქცინა უკვე კი ბატონო მაგრამ ადამიანებისთვის ჯერ ესეთი კომერციული ვაქცინა არ არსებობს ამ ეტაპისთვის თუმცა კარგია რომ მუშაობენ ამაზე და არ არის ასე ვთქვათ შორს იმიტომ რომ როგორც უკვე თქვენ აღნიშნეთ ეს კორონა შემთხვევაში თუ რაღაცა იქ case fatality-ს რა ქვია ქართულად სიკვდილობის ეს მაჩვენებელი ხო რაღაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი რაღაც 1%-იც არ იყო აქ 50 არის ესე რომ სერიოზულად განსხვავებული ვირუსია ხო მაგრამ კიდე ერთი სხვა ვარიანტიც გვაქვს ესეთი ძიმე ხასიათის ფრინველის გრიპის ვარიანტებიდან მაგრამ მოდი მაგაზე შემდეგ ეპიზოდში ვისაუბროთ ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ დღეს აქვე დავამატებ რამასაც რომ ხო ეს ვაქცინა გვაქვს ეხლა ძალიან ასნუ შეეშინდება ჩვენს მსმენელს უბრალოდ ამას ხშირად უწოდებთ ხოლმე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პარადოქსს იმიტომ რომ ამ ვაქცინის შემქმნელები ითხოვენ რესურსებს იმისთვის რომ არაფერი არ მოხდეს და იმისთვის რომ არაფერი არ მოხდეს ძალიან ძნელია ხოლმე გადაწყვეტილების მიღები პირები დაინტერესდნენ შესაბამისად რამე რომ მოხდეს შემდგომში ალბათ მალევე გვეშველება და მანამდე გადარჩება ის ადამიანი, ვინც ცოტა მეტ გონიერებას მოიხმობს და აღარ დაუშვებს იგივე შეცდომებს, რაც დაუშვით თუნდაც COVID-19-ის პანდემიის დროს. ეს ჩვენი ეპიზოდი იყო გრიპის უკეთ გასაცნობად და ალბათ თქვენც ახლა ჩვენი მაყურებლები ცოტა უფრო მშვიდად იქნებით, როცა ისიც რომ არსებობენ ადამიანები, როგორიც არის ბატონი ზურაბი, რომელიც შეუმჩნევლად ჩვენ რო ვერ ვხედავთ ისე იკვლევს და ამ საფრთხეებს აზღვევს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთან მოსვლისთვის და იმ საქმისთვისაც რასაც აკეთებთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენს მოწვევისთვის. ერთხელ მინდა რომ შეგახსენოთ თქვენ უყურებთ ჯანსაღ დიალოგს და ძალიან გთხოვთ, რა კი აქამდე უყურეთ, ესე იგი მოგეწონათ ჩვენი ეპიზოდი, გაუზიარეთ ის სხვა ადამიანებსაც, დაგვიწერეთ კომენტარები, გამოიწერეთ ჩვენი არხი. კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის.